გადაცემას წარმოგიდგენთ Coca-Cola. გადაცემის სპონსორია JetX, უნივერსალური საინჟინრო მომსახურება. $2025 წლის იანვარში საქართველოში $491 მილიონი ღირებულების ნახატები შემოვიდა, რაც ნახატების იმპორტის რეკორდული ღირებულებაა. შედეგად, ნახატებმა საქართველოს იმპორტის მთლიან სტატისტიკაზეც მოახდინა გავლენა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარში საქართველოს იმპორტი $1.6 მილიარდ შეადგენდა, რაც წლიურად 45%-იანი ზრდაა. ნახატების გარეშე კი საქართველოს იმპორტი მხოლოდ $1.1 მილიონი იქნებოდა. ზრდა მხოლოდ 1.7%. ნახატების იმპორტზე მალევე გაჩნდა ვარაუდი, რომ ის ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო შემოტანილი. თანაც 2024 წელს მიღებული ოფშორების კანონით, რითაც მისი იმპორტიორი $242 მილიონი DGG-ს გადახდას დაზოგავდა. ამ ფაქტს ვრცელი პოსტით გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, რომელიც აცხადებს, რომ არაფერი ცუდი არ ხდება, თუ კი თავად ამ კანონის მიღების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა, ან თუ კი თავად ისარგებლებდა ამ კანონით მინიჭებული უფლებებით. რას ხედავთ იმაში ცუდს, თუ ეს კანონი მისი იდეა იყო და რას ხედავთ ცუდს იმაში, რომ ამ გამართული კანონით მან ისარგებლა. Ad არის აქ აჟიოტაჟის საფუძველი. კანონი, რომელიც გამართული და სამართლებრივად სწორია, ერთნაირად მოემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. შედარებისთვის, ყველა მოქალაქის მიერ გამოწერილი ამანათი, თუ კი 300 ლარს აჭარბებს, 18%-იანი DGG-ი იბეგრება. იანვარში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, თუმცა გაყიდული ბინების ღირებულება გაიზარდა. ამის შესახებ კოლიერ ჯორჯიას მიერ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვიდან ვიგებთ. 2025 წლის იანვარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 2892 ერთეული შეადგინა და წინა წლის იანვართან შედარებით 7.9%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 2.9%-ით $208 მილიონამდეა გაზრდილი. ნათქვამია მიმოხილვაში. საქსტატის წინასწარი შეფასებით 2025 წლის იანვარში საქართველოს ექსპორტი 19%-ით გაიზარდა და მან $404 მილიონ მიაღწია. ჯერჯერობით უცნობია, რამ განაპირობა აღნიშნული მატება, რადგან ექსპორტ-იმპორტის დეტალური სტატისტიკა 19 თებერვალს უნდა გამოქვეყნდეს. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად 2025 წლის იანვარში საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ $12.3 იკლო და $4.430 მილიონი შეადგინა. ერთწლიან ჭრილში კი რეზერვების მოცულობა $423 მილიონით არის შემცირებული. ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე გახდა. ამასთან სების საბჭოს ახლად არჩეული წევრი ნინო ჯელაძე ეროვნული ბანკის აღმასრულებელ რგოლში გადაინაცვლებს და ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იქნება. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მიხეილ ყაველაშვილმა ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშნა. ნათია თურნავას კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილს სების საბჭომ წარუდგინა, რომლის 4 ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა 6 თებერვალს დაამტკიცა. სების საბჭო ამჟამად 9 წევრით არის დაკომპლექტებული. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველოს ქულა უცვლელი რჩება და კვლავ 53-ია. კორუფციის აღქმის ინდექსში ქვეყნები 0-დან 100-მდე შკალაზე ფასდებიან, სადაც 100 ყველაზე მაღალ შედეგს წარმოადგენს. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ საქართველოს ქულა უფრო დაბალია, ვიდრე ის იყო წინა წლებში. მაგალითად, 2016 წელს ის 57-ით ფასდებოდა, 2018-ში 58-ით. მას შემდეგ კი კორუფციის ინდექსში საქართველოს პოზიციები თანდათანობით გაუარესდა და 2023 წელს 53-მდე ჩამოვიდა. აღნიშნული ქულა შენარჩუნდა 2024 წელსაც.
13 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ევროკომისიას ივანიშვილის გარდა მისი გარემოცვის სანქციებისკენ მოუწოდა. კერძოდ, არის მოწოდება სანქციები დაუწესდეს ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ალექსანდრე ცოტნე ბერა და გვანცა ივანიშვილებს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ვანო ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილს და გოჩა ენუქიძეს. ბლუმბერგის 500 მილიარდერის სიაში მყოფი ქართველი ბიზნესმენის და პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის ქონება ახალ რეკორდულ მაჩვენებელზეა. რეიტინგში ივანიშვილი 399 ადგილს იკავებს. ამავე რეიტინგის მიხედვით ამ დროისთვის ივანიშვილის ქონება 7 მილიარდ 800 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის იანვრიდან დღემდე მისი ქონება 300 მილიონი დოლარით, ხოლო 1 წლის განმავლობაში მილიარდ 9 დოლარით არის გაზრდილი. მოკლედ, ყველაფერი მზად არის. თქვენ შეკრებილ ხართ და დავიწყოთ. კვირის მთავარი ამბების შეჯამება ეკონომიკაში და ბიზნესში. ეს BMG-ა. მივესალმები საქმიან საზოგადოებას, კაი სალამი და გამარჯობა. აქვს პატივი წარმოგიდგინოთ საავტორო ტელეგადაცემა ბიზნესის კვირეული გიორგი ისაკაძესთან ერთად. დღეს 16 თებერვალია. პირველ საათს უკლია 24 წუთი თბილისის დროით. გასული სამუშაო კვირის განმავლობაში წინა პარასკევიდან მოყოლებული თითქმის ყველა სავაჭრო ვალუტასთან მიმართებით დოლარი გაუფასურდა. ამჟამინდელი მდგომარეობით დოლარი 2.93-ზეა, ლარი უпростоრად 2.93-ზეა ლართან. დოლართან მიმართებით აქ არის საუბარი იმაზე, რომ დოლარი 4.22 თეთრით გაუფასურდა, ისევე როგორც 1 დოლარის ღირებულება, როგორც გითხარით, 2 ლარი და 83 თეთრი გახდა. ამასთან ლარი 6 თეთრით და 77 გაუფასურდა ევროსთან მიმართებით. ფუნტ სტერლინგთან მიმართებით გამყარება იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი, თითქმის 9 თეთრიანი და კურსმა 3.56 შეადგინა. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც და აღნიშნვის ღირსი, რაც გახლავთ მიმდინარე კვირეულიდან, გახლავთ ის, რომ ლარმა პოზიციები გასულ კვირეულში დათმო თითქმის ყველა ვალუტასთან, ანუ საუბარია ვალუტებზე, რომლითაც ძირითადად ჩვენ ვაჭრობთ. აქ არის საუბარი ყველაზე მოთხოვნადი ვალუტები, რომლითაც ხდება დაფინანსება როგორც იმპორტისა, ასევე ექსპორტისა და აი რომ გადავხედოთ ამ ვალუტების მდგომარეობას, ახლა სრულად დაინახავთ უკვე ჩვენს ცხრილზე. როგორც მოგახსენეთ, უკვე თქვენთვის ცნობილი არის დოლარი, ევროს და ბრიტანული ფუნტ სტერლინგის პოზიციები, თუმცა იქვე ნახავთ, რომ ვითარება ანალოგიური იყო თურქულ ლირასთან, რუსულ რუბლთან, აზერბაიჯანულ მანათთან, სომხურ დრამთან, იაპონურ იენთან, ჩინურ იუანთან და უკრაინულ გრივნასთან მიმართებით, რაც ნიშნავს, რომ ყველა სავაჭრო ვალუტასთან ეს კვირეული ლარმა მინუსით ჩახურა. იანვრის მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან ამ დროისთვის რამდენიმე უკვე არის ცალსახად ცნობილი. გასული თვის განმავლობაში აგერ ექსპორტმა 404 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 19%-იანი ზრდა არის და ესეც სრულად არის ნაჩვენები. იმპორტი ამ დროისთვის იყო 1.6 მილიონი და ეს 2024 წლის იანვართან შედარებით 45%-იანი ზრდა არის. თუმცა იმპორტის ზრდის ძირითადი მიზეზი იყო საქართველოში 491 მილიონის ნახატების შემოტანა და იმპორტი, რის გარეშეც იმპორტის ზომა იქნებოდა 1.1 მილიონი, რაც წლიურად მხოლოდ 1%-ის და 0.8-ით მატებას ნიშნავს. რაც შეეხება სხვა პარამეტრებს, მოდი რომ გადავხედოთ ამ პარამეტრებსაც, რაც გასვლით კურსზე ახდენს გავლენას, მათი ძირითადი ნაწილის შესახებ სტატისტიკური მონაცემები და ინფორმაცია ამ დროისთვის ცნობილი არაა. თუმცა ცნობილია, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები იანვარში არის 18.5%-ით შემცირებული და ხო, ამ კვირეულის რეზერვების შემცირება იქით იყოს და ისეთი 2025 წელი იქნება და საკმაოდ მძიმე გამოცდის წელიწადი იქნება ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის დაარსების დღიდან, რომლის ანალოგიც მე მგონი უბრალოდ არც გქონია მთელი ამ ხნის განმავლობაში, რადგან მთელი წლის განმავლობაში მოსაოდნელია საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილებები, ფაქტები, იზოლაციისა და სანქციების
ასევე საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებებს ველით საქართველოსთან დაკავშირებით. კარგია ეს ყველაფერი თუ გააზრებულია, ცხადია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გუნდის და გადაწყვეტილებების მიმღებების მიერ, თუმცა მე რომ მკითხულობ მათ ნააზრებს, ან ვეცნობი ასე ვთქვათ, ზეპირ გადაწყვეტილებებს ცოტა ეჭვმეპარება, რომ გააზრებული ჰქონდეთ ის პრობლემები, თლათ ბოლომდე, რაც წინ გველის, იმედია არაადეკვატურობაში არ გადაიზრდება ეს ყველაფერი, რადგან ამ ბატონების და ქალბატონების როლი დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკის მშენებლობაში მე პირადად მიმაჩნია, რომ ისედაც მინიმალურია და იმედია მის მდგრადობას მიუხედავად უმძიმესი გამოწვევებისა, რომელიც მათი გადაწყვეტილებებიდან მომდინარეობს, არ დააყენებენ ჩვენი ეკონომიკის მდგრადობას რაიმე კითხვის ნიშნის ქვეშ, ფორმალურად იმ თანამდებობებზე ყოფნისას, სადაც ისინი ქვეყნის უმდიდრესმა ადამიანმა და მართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გაამწესა. ისე იანვარზე და იმპორტზე გამახსენდა, რომ არაფერ კავშირში ეკონომიკის ზრდასთან იანვარში იმპორტის ზრდა არ არის, როგორც გითხარით, იმპორტის ზრდა 1,1%-ია, თუ მას გამოვაკლებთ კონკრეტულად იმ ნახატების იმპორტს, რაზეც გესაუბრეთ. ეს ყველაფერი სწორედ რახან ვახსენეთ, ეს იმპორტის ზრდაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება და კერძოდ რაშია საქმე. 2025 წლის იმპორტი განხორციელდა 2025 წლის იანვარში იმპორტში დამატებით განხორციელდა კიდევ 3 საოცარი ამანათი, რომელთაგან 2 საქართველოში ჩამოვიდა შეერთებული შტატებიდან და 1 ჩამოსული არის დიდი ბრიტანეთიდან. ამ შემთხვევაში არის საუბარი, რომ 2025 წლის იანვარში საქართველოში უპრეცედენტო ღირებულების 491 მილიონი დოლარის შეფასებული ნახატები შემოვიდა და ამას შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდიდან ვიგებთ. ანგარიშის თანახმად იმპორტი, როგორც გითხარით, განხორციელდა 3 ამანათის მეშვეობით, რომელთაგან 2 შეერთებული შტატებიდან მიიღო საქართველომ და 1 კი დიდი ბრიტანეთიდან. ნახატების და მათი გადასატანი ყუთების საერთო ტონაჟი, არც ხედავთ ალბათ, 6.5 ტონას აღემატება. საქონლის გამბაჟება ფორმალურად მოხდა 2025 წლის იანვარში. ეხლა უცნობია მასზეც რეალურად გადახდილია თუ არა საიმპორტო გადასახადი, თავიდან ეს ყველაფერი უცნობი იყო, რომელიც მთლიანი ღირებულების ეს ყველაფერი რომ გადახდილიყო 252 მილიონი ლარის გადასახადი უნდა შესულიყო დამატებით ბიუჯეტში. მე შეხსენებისთვის გეტყვით, რომ 2024 წელს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც აქტივები, რომლებიც არის ოფშორულ ზონებში, ოფშორულ კომპანიების საკუთრებაში, საქართველოში გადმოტანისგან, გადასახადებისგან სრულად თავისუფლებიან. შეგვიძლია თუ არა ჩვენ დავასკვნათ თუ არა მტკიცებით ფორმაში, რომ აღნიშნული ოპერაცია ეკუთვნის საქართველოს უმდიდრეს ადამიანს და ის არის კავშირში მართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან. ჩვენ სანამ ამაზე ოფიციალური კომენტარები გაკეთდებოდა, ჩვენ ეს ვერც დავადასტურეთ და ვერც უარყავით, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შეგვიძლია, რომ სოფლიო მასშტაბითაც კი ნახატების კოლექციის ერთ-ერთი უმსხვილესი ავტორი ბიძინა ივანიშვილია და მისი დარი კოლექცია საქართველოში უბრალოდ არავის სხვას არ გააჩნია და ერთიც უკვე დადასტურებულია და ამას ერთმანეთის მიყოლებით უკვე იდეაში შტაბელებად ჩალაგებული ჩინოვნიკებიც და ანუ მართველი პარტიის მოლაპარაკეთავები საუბრობენ, რომ დიახ, ბიძინა ივანიშვილმა ისარგებლა შარშან საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონით და ამ კანონს ფორმალურად საგადასახადო კოდექსში ცვლილებები ჰქვია, რეალურად კი მას რუსული კანონის მსგავსად სამართლიანად შერჩა სახელი ოფშორების შესახებ კანონი, რომელიც შეგახსენებთ კიდევ ერთხელ თუ რას ითვალისწინებს ახალი კანონით უცხოური საწარმოს ყველა აქტივის, მათ შორის წილის, აქციის, საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში კომპანია საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან ერთჯერადად თავისუფლდება. მარტივად რომ ვთქვათ, აქტივის გადმოტანის შემთხვევაში ოფშორიდან საქართველოში ქართულ იურიდიულ კომპანიაზე აი ამ ყველაფრის გადმოტანა არ დაიბეკრება. ამის გარდა თუ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას სხვადასხვა ტიპის აქტივები აქვს, მაგალითად თვითმფრინავი, ავტომობილი, საქართველოში
მათი გადმოტანის შემთხვევაში ის იმპორტის გადასახადსაც არ იხდის. ოფშორული ზონებიდან საწარმოს გადმოტანის შეღავათიანი პირობები საქართველოს პარლამენტმა დაადგინა, რომ 2028 წლის იანვრამდე გაგრძელდება და შეუძლიათ ისარგებლონ დაინტერესებულ პირებს. სწორედ ბატონი ივანიშვილისთვის იშრომეს პარტია ქართულ ოცნებაში გასული წლის გაზაფხულზე, სადღაც დაახლოებით, შემდგომ შესაბამისი დავალებები მიიღეს საქართველოს მთავრობის უწყებებმა, ფინანსთა სამინისტროს და მასზე დაქვემდებარებული შემოსავლების სამსახურის სახით. ამის გარდა გაკეთდა შესაბამისი მითითება, ინსტრუქცია თუ გნებავთ ზარი უტრედით საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში, რათა ეს შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში დაჩქარებული წესით მიეღოთ. ეხლა აქ ისმის კულტურული კითხვა. რა არის ცუდი იმაში, რომ თუ საქართველოში ვინმე გადმოიტანს ნებისმიერი ტიპის აქტივს და ამით მოხდება წახალისება საქართველოში ამგვარი გადმოტანისა, მით უმეტეს ეს ყველაფერი ერთჯერადად ხდებოდა. მე ამაზე მაქვს ერთი ეს თქვით კულტურული პასუხი, რომ იტყვიან, არც არაფერი და პირიქით ბატონებო. კი ბატონო, წავახალისოთ ასეთი ხალხი, მაგრამ აქვე ეს ორი კულტურული კითხვა მაქვს. პირველი, სად არის ეს ხალხი? ვისთვისაც ეს ცვლილებები საგადასახადო კოდექსში მიიღეთ. სად არის ეს ხალხი? და მეორე, რატომ არ უკაცრავად ჯერ იქვე, რატომ არ მოაწყდა ამ ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში ის უამრავი, ეს თქვით, შეძლებული ადამიანი, ვისაც შეეძლო ოფშორიდან საქართველოში აქ მის მიერვე დაფუძნებულ კომპანიაში გადმოეტანა აღნიშნული აქტივები და რატო არ ისარგებლა ამ კანონით არავინ გარდა ბატონი ივანიშვილისა, რომელმაც, როგორც გითხარით, ამ კანონის სარგებლობით დაზოგა 242 მილიონი ლარი, რაც შესაბამისად ვერ და არ მიიღო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტმა, რაც არის მისი ცალსახა დანაკლისი. და აქვე მეორე კულტურული კითხვა. ისევ იმ ჩინოვნიკებთან, რომლებიც განსაკუთრებულად ამ ბოლო დროს სენაწყლიანები იყვნენ ამ ოპერაციის, ასე ვთქვათ, გამართლებისა. იცით თუ არა, როდის იქნებოდა აი ამ ტიპის და შინაარსის კანონის მიღება სამართლიანი და გამართლებულიც. როცა მართლა კულტურული და ღირსეული ქვეყანა იღებს ისეთ კანონებს, რომლითაც არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პიროვნება სარგებლობს, არამედ მისით სარგებლობენ ყველანი და კანონს მოაქვს საერთო საზოგადოებრივი სიკეთე. ანუ საზოგადოება იღებს ამ ყველაფრისგან დამატებით შემოსავლებს, ღირებულებას და მხოლოდ უკეთ უმჯობესდება, ასე ვთქვათ, ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ კანონს ბუნებრივად, ასე ვთქვათ, ახლავს ოფშორული ზონებისთვის ცალსახად დამახასიათებელი რისკები და ხო, აქვე გეტყვით კიდევ ერთს პირადად ჩემგან, რომ ერთი რაც დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ როცა სახელმწიფო სტრუქტურები, იქნება ეს პარლამენტი, მთავრობის სტრუქტურები და სხვა იღებენ მხოლოდ ერთი ადამიანისთვის გაწერილ გადაწყვეტილებას და კანონებს, ამას მარტივ ენაზე და არ ჭირდება განსაკუთრებული ლიტერატურული წიაღსვლები, ამას მარტივ ენაზე ქვია პოლიტიკური კორუფცია. მით უმეტეს თუ სახეზეა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ამ კონკრეტული საკანონმდებლო გადაწყვეტილებით დააკლდა მნიშვნელოვანი შემოსავლები და თანხები და როგორც გითხარით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს თანხები 242 მილიონ ლარს შეადგენს. ცხადია, ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, თუ რა ფასი დაადო დეკლარაციაში ბატონმა ივანიშვილმა თავის ნახატებს, რომელიც როგორც გითხარით, სამი კონკრეტული, ვთქვათ, 6.5 ტონიანი კონტეინერით შემოვიდა. რაც შეეხება პოლიტიკურ კორუფციას, აი ამ კორუფციაზე გამახსენდა, რომ გამჭვირვალობა საქართველომ კორუფციის აღქმის ინდექსი CPI-ის მიხედვით გამოაქვეყნა და აქ ჩვენი ადგილი კვლავ უცვლელია. ჩვენ კვლავ 53 ადგილზე ვართ. კორუფციის აღქმის ინდექსში ქვეყნები 0-დან 100-მდე შკალაზე ფასდებიან, სადაც 100 ქულა ყველაზე მაღალ შედეგს წარმოადგენს. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ საქართველოს ქულა ახლა
უფრო დაბალია, ვიდრე მაგალითად იყო წინა წლებში. თქვენ ახლა ამას ყველაფერს აკვირდებით ეკრანზე. მაგალითად 2016-ში ის 57 იყო, 2018-ში 58. შემდეგ კი კორუფციის ინდექსში ცალსახად იწყება გაუარესება პოზიციების და საქართველოს 2023 წელს 53-მდე ჩამოვიდა. და აღნიშნული ქულა შენარჩუნდა 2024 წელსაც და მეტი არაა ჩემი მტერი რომ ჩვენს კულტურნი ჩინოვნიკებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ეს ამბავი აწუხებდეთ, მაგრამ მაინც იცოდეთ და გახსოვდეთ, რომ კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებს და ხანდაზმულობას კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებულ ბრალდებებს და საქმეებს ხანდაზმულობა არ ახლავს და მეორე, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რასაც ქვია საქართველოს რეიტინგებში და CPI-ის ინდექსი აქ ერთ-ერთი გამსაზღვრელია, თუმცა რეიტინგებზე სულ რამდენიმე წუთში ევროპარლამენტის მიღებული რეზოლუციის შემდეგ მოგახსენებთ. მიუხედავად იმისა, რომ მართველი პარტია მიიჩნევს, რომ უпростоად მართველი პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭო მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის სერიოზული აღქმა უკვე წარმოუდგენელია. ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ საკმაოდ მძიმე რეზოლუცია მიიღო და ეს ყველაფერი არის გამოხატული შემდეგში, რომ ევროპარლამენტი არ ცნობს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, მოითხოვს ახალ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რეპრესიული კანონების გაუქმებას და მოწოდებას აკეთებს ბიძინა ივანიშვილზე, ასევე მისი გარემოცვის სანქცირებაზე. საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესების შესახებ 5 პოლიტიკური ჯგუფის, ანუ საუბარია ვერცალეზე, IPP-ზე, SND-ზე, ECR-ზე და Renew-ზე ერთობლივი რეზოლუცია ევროპარლამენტმა მიიღო 400 ხმით. 63 ევროპარლამენტარი იყო ამ დოკუმენტის მიღების წინააღმდეგი, ხოლო 91-მა ამ შემთხვევაში თავი შეიკავა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელმაც მოამზადა აღნიშნული რეზოლუცია, მასზე 7-მა პოლიტიკურმა ჯგუფმა იმუშავა ერთობლივად, თუმცა საბოლოოდ 5 ჯგუფი შეთანხმდა აი ამ ერთობლივ ტექსტზე, რომელიც როგორც მოგახსენეთ, მოკლე შინაარსი ჯამში 28 პუნქტს მოიცავს. ევროპარლამენტის მიერ აქამდე მიღებული რეზოლუციებისგან განსხვავებით გაფართოვდა იმ პირთა ჩამონათვალი, ვისი პერსონალური პასუხისგებლობაც არის იდენტიფიცირებული, გაფართოებულია ასევე პერსონალური სანქციებისადმი მოწოდება და იმ პირთა შორის, ვინც მოხვდნენ აღნიშნულ სიაში, არიან უკვე კომუნიკაციების კომისიის და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები, ბიზნესმენები, რომელიც მოხსენიებული არიან როგორც ივანიშვილის გარემოცვიდან, ასევე სახელმწიფო მედიასთან დაკავშირებული პირები. უფრო დეტალურად ეს რეზოლუცია მოუწოდებს საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს განსაკუთრებით EU-25-ზეა საუბარი, რომ ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს და კომპანიებს და გაყინონ მთელი მისი ქონება ევროკავშირის ტერიტორიაზე და გეოგრაფიაში. მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას ასევე, რომ ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი ჩამოართვას და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციებიც. ამასთან რეზოლუცია მოდი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი ჩამოთვალოთ, მოუწოდებს საბჭოს და წევრ ქვეყნებს სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის, როგორც აი ამ რეზოლუციაში მოხსენიებულია, ქსელს. ელიტარულ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსურ ოპერატორებს, პროპაგანდისტებს, რეპრესიული სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლებს და ხელშემწყობებს. და ესია ასე გამოიყურება. ბიძინა ივანიშვილის გარდა აქ არის ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძე, უტა ალექსანდრე, ცოტნე ბერა და გვანცა ივანიშვილები. ამ სიაში შეხვდებით შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ვანო ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილს და გოჩა ენუქიძეს. მსგავსად სხვადასხვა სიებიშა, რომელიც მედიაში ცირკულირებს, თუ დასავლეთის სახელმწიფოების სხვადასხვა ოფიციალურ წრეებში ვთვლი, რომ ამ სიაშიც არიან ადამიანები, ვისაც აქვთ, ჩემი აზრით, იმაზე მეტი სათქმელი, ვიდრე შეიძლება ამ სიაში უბრალოდ მოხვედრა იყოს. მე არც მათ და არც საკუთარ თავს არანაირად არ ვაკადრებ, ავხსნა
თუ რას ნიშნავს ასეთ სიებში მოხვედრა, ასეთი სიები და დამოკიდებულება სამწუხაროდ არ შეიცვლება ჩემი აზრით და ამის გამონეიტრალებელი არც deep state-ია თუ რაიმე სხვა მოარული ლეგენდები თამდევი ჩემი აზრით საკმაოდ ძიმე პარანოით. ამას ბიზნესმენებმა და იმ საქმიანმა ადამიანებმა თუ საჯარო მოხელეებმა, ვისაც ეკუთვნის და აქვთ ვალდებულება, რომ იზრუნონ საკუთარ რეპუტაციაზე, თუნდაც ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ეხება ყველას. ერთადერთი რაც შემიძლია BMG სტუდიიდან თქვა, ეს არის მაქსიმალური საჯაროობა, როგორც საკუთარი პოზიციისა, ასევე ყველა იმ კომპანიისა, აქტივისა, რომელსაც თქვენ მართავთ, ან რომლის ნაწილიც ბრძანდებით. სხვანაირად რაიმე რომ დაუპირისპირო იმ ტალღას, რომელიც მოდის პერსონიფიცირებულად ამ ადამიანებთან დაკავშირებით, უბრალოდ არ არსებობს და ეს უნდა იყოს მაქსიმალური ყველაზე მაღალი დონის გამჭვირვალობა, როგორც პერსონალური პოზიციის, ასევე კომპანიების ფინანსური ანგარიშგების დონეზე. ესეც ცალსახად მნიშვნელოვანია და მაქსიმალური კომუნიკაცია ყველა იმ სტრუქტურასთან, რომელიც კავშირშია თუ ავანგარდში არა აღნიშნული რეზოლუციის მიღებისა და მომავალში შესაძლო სანქცირებისა. და კიდევ ერთი ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გმობს ქართული ოცნების ქმედებებს და მოუწოდებს მათ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მშვიდობიანი მომიტინგების პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების ძალადობრივი რეპრესიები, საქართველოს განიხილავს როგორც ქართული ოცნების არალეგიტიმური რეჟიმის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოს და ეს ყველაფერი ნათქვამი არის ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რომ საქართველოს განიხილავს როგორც ქართული ოცნების არალეგიტიმური რეჟიმის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოს. ამასაც მოვესწარით. შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ აი ამ რეზოლუციის, რომლის შინაარსიც გაგაცანით, შემხვედრი განცხადება გაავრცელა გასულ კვირაში, სადაც იმოწმებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს. საზოგადოებას შევახსენოთ უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებაო, რომ ევროპული ინსტიტუტების სერიოზულად აღქმა უკვე შეუძლებელია. და ჩვენი აზრით სამწუხაროდ ევროპარლამენტის სერიოზული აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია. ესეთი რამ წერია განცხადებაში, რომელსაც პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭო ავრცელებს. ძალიან საინტერესო გამოდგა ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილის ინტერვიუ ელენე კვანჭილაშვილთან, ჩვენ ერთ-ერთ მთავარ რედაქტორთან და გადაცემა ანალიტიკის ავტორთან და წამყვანთან. მე ვერ ვიტყვი, რომ ეხლა ბაჩიაშვილის უკლებრივ ყველა ინტერვიუს ვადევნებ თვალყურს და რაიმე ფორმით მისი ჟამთანხმწერელი ვარ, მაგრამ ეს ინტერვიუ ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო და ხარისხიანი გამოდგა მისი საჯარო სივრცეში გამოსვლის შემდეგ. აქ გულისხმობ ცხადია პირველი ყოვლისა შინაარს. ამ ინტერვიუს სრული ვერსია შეუძლია დაინტერესებულ საზოგადოებას BMG-ს, ანუ ჩვენი სააგენტოს ვებ გვერდზე იხილოთ. მე კი ბიზნესის კვირეულის მაყურებელს ვთავაზობ ჩემი აზრით ერთ-ერთ გამორჩეულად საინტერესო ამონარიც, სადაც გიორგი ბაჩიაშვილი სწორედ იმ ბიზნესმენებზე საუბრობს, რომლებიც მოაზრებულნი არიან ბიძინა ივანიშვილის მმართველობის მხარდამჭერებად და ასევე ითვლებიან მისი ერთგვარი ქსელის ნაწილად, რაზეც ევროპარლამენტმა შესაბამისი რეზოლუცია მიიღო. რას ნიშნავს სხვაობა იყო მხარდამჭერი ქართული ოცნებისა და იყო თან სისტემის ნაწილი. ამას და ძალიან საინტერესო თემა არის ზოგადად ეს ამბავი. ამას სხვა დროს გადაცემაში გავშვით, მანამდე ვნახოთ გიორგი ბაჩიაშვილის და ელენე კვანჭილაშვილის საუბარი მცირედი ამონარიდი ანალიტიკიდან. წაიკითხეთ ევროპის რეზოლუცია და მათ ჩემზე ბევრად მეტი ინფორმაციაც აქვს და ალბათ იციან რას წერენ თავის რეზოლუციაში. ანუ ინეიბლერებს გულისხმობთ. დიახ. თქვენი ადვოკატი რობერტ ამსტერდამი ამბობდა, მათ შორის ჩემთან ინტერვიუში აქვს პირადად ნათქვამი, რომ ქართული ბიზნესი უნდა გამოფხიზლდეს, რადგან დღეს გიორგი ბაჩიაშვილია და არავინ იცის ხვალ ვინ იქნებაო. შეგიძლიათ თქვათ, რომ ბიზნესი გვერდით დაგიდგათ, ხმა ამოიღო თქვენს кейსზე? მე ერთ რამეს გეტყვით, რომ ივანიშვილზე მიკედლებული ბიზნესმენებიც კი
უმეტესობა გვერდში მიდგას მე ამ კეისში, იმიტომ რომ მათ ნამდვილად იციან, რომ ამ შემთხვევაში მე არანაირი დანაშაული არ მაქვს და მათთვის ეს ჩემი ასე თუ დამიჭირეს გამასამართლეც და ამ შემდეგ თუნდაც ის რაც ხდება, უკვე მათთვის ძალიან ცუდი მაგალითი არის და მათთვის ჩემი უსაფრთხოდ ამ სიტუაციის ასე ვთქვათ მოგვარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის მათაც გარკვეული დაცულობის შთაბეჭდილებას მიცემს, რომ ისინი თუ კი იბრძოლებენ და თუ კი მართლები არიან, მათ აქვს შანსი რომ თავი დაიცვან. ამიტომაც არის ჩემი მაგალითი ძალიან ცუდი მაგალითი თვითონ ივანიშვილისთვის. ივანიშვილს ახლა არ შეუძლია რომ თავის თავისუფლება მიცეს, რომ ბაჩიაშვილთან რამენაერად გაჩერდეს ან წააგოს ან თუნდაც რაღაცა ისე მეგობრულად დაალაგდეს, იმიტომ რომ ეს გამოვლენს მის სისუსტეს. თავისი აზროვნებიდან გამომდინარე და დღეს ივანიშვილი, რომელიც პრაქტიკულად აბსოლუტურ ძალაუფლებაზე და ძალადობაზე დგას, ის ვერ დაუშვებს, რომ რამენაერად სისუსტე გამოაჩინოს. რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ მიკედლებული ბიზნესიც ჩემს გვერდით დგასო? ანუ მიკედლებული ბიზნესმენიც ძალიან ჭკვიანი ხალხი არიან, არ არიან ესენი სულელები და ათვისნობიერებენ, რომ ნებისმიერ დროს მათზე რომ შეეპაროს რამე ეჭვი ბიზნეს ან რაღაც მორიგ სიგიჟეში, რომ ისინი არ წაყვნენ ივანიშვილს, ისინიც ჩემ დღეში აღმოჩნდებიან. და ეს ესმით. რა თქმა უნდა, ეს ესმით. სანქციების გავლენა და მიახლოება ესეც თუ ხარ ბიზნესმენი, რომელსაც ივანიშვილის გულისთვის გემუქრებათ რაღაც სანქციები და ევროპარლამენტი რეზოლუციაში გწერთ. და მაინც გახარ და ასე ვთქვათ, ამტკიცებ რომ ყველაფერი კარგად არის, როგორი თავისუფალი დემოკრატია გვაქვს და ასე შემდეგ. ეს ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ შენ იმდენად ხარ მიბმული ივანიშვილს, შენ იმდენად გეშინია ივანიშვილის, რომ ვერ ბედავ გამოსვლას და ამის თქმას. ეს კითხვა უტრიალებ დღესდღეში მინიჭება შემდეგი. წარმოვიდგინეთ, ხარ თავისუფალი ბიზნესმენი, არანაირი გადაჯაჭვულობა არ გაქვს ივანიშვილზე. და უცბად ევროპარლამენტი გამოდის და ამბობს, რომ შენ სანქცირდები, იმიტომ რომ ხარ ივანიშვილის ინეიბლერი. ხო გამოხვალ ხო იტყვი რანაირი ინეიბლერი ვარ, ვეთანხმები, არ ვეთანხმები ამ პოლიტიკას, რაღაც ხო იტყვია რა. ესენი ჩუმად არიან. აბა როგორ არიან თავისუფლები? თვითონვე იშიშვლებენ თავის თავს. გამოვა კობახიძე ამ დინარეს და ეტყვიან დაჯილდოვდნენ ჩვენი ბიზნესმენებიც და როგორც ხა გომელაურს მედალი დაკიდეს, ასევე ამ ბიზნესმენებს რაღაც ალბათ ახალ კოეფიციენტებს დაურიგებენ ან ახალ მიწებს მიცემენ ან სხვა რაღაც ინდულგენციებს მიცემენ. ხო და როგორ არიან თქვენს გვერდით? შინაგანად მათ არ უნდათ ივანიშვილის აბსოლუტური ძალაუფლება. თვითონაც ტყვეები არიან, ვერ გაიგეთ? და არაფერს არ აკეთებენ ამისთვის, რომ ეშინიათ და კომფორტის გულისთვის ყიდიან თავის თავისუფლებას. რეალურად. თავისუფლებას მე გონებრივ სულიერ თავისუფლებას გულისხმობ. თქვენ დგახართ პროტესტზე, საპროტესტო აქციებზე, ხედავთ სულ. იქ მე ვაფიქსირებ და ვაჩვენებ სხვა ადამიანებსაც, იმ მდგომებსაც, რომ ისინი მარტო არ არიან. და ვაჩვენებ ასევე იმ ადამიანებს, ვინც სახში სხედან და ეშინიათ გამოსვლა, რომ არ უნდა ეშინოდეთ, რომ უნდა გამოვიდნენ. თავის ქვეყნის და თავის შვილების მომავლის გულისთვის უნდა გამოვიდნენ. შეიძლება გარკვეული რისკიც იყოს დაჯარიმების, არ ვიცი სხვა რაღაცეების, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ჩვენი წინაპრების ასეულობით 1000 ადამიანის სისხლი დაღვრილა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თავისუფლების. ის რომ ჩვენ დღეს ქართველები ვართ და ჩვენ დღეს ჩვენი ქვეყანა გვაქვს, არის იმ ჩვენი წინაპრების თავგანწირვის დამსახურება. და ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს უფლება რომ სახში ვიждეთ ფეხი ფეხზე გადადებულები და უყურებდეთ როგორ ივანიშვილი უფორმებს ჩვენს ქვეყანას რუსეთს. როცა მხოლოდ ჩაკუჩი გაგაჩნია, ყველა პრობლემას ლურსმნად აღიქვა. აბრაჰამ მასლო. ბაჩიაშვილთან ინტერვიუმ შეგვახსენა ერთი თემა და მოდი საერთაშორისო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს მივაკითხოთ, სადაც პერიოდულად ახდება ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. ბლუმბერგის 500 მილიარდერის სიაში მყოფი ქართველი ბიზნესმენის და პოლიტიკოსის ქონება კი ახალ რეკორდულ მაჩვენებელზეა რეიტინგში, რომელსაც თქვენ ახლა ეკრანებზე ხედავთ. ივანიშვილი 399 ადგილს იკავებს. ამავე რეიტინგის მიხედვით ამ დროისთვის ივანიშვილის ქონება $7.8 მილიარდ არის შეფასებული.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვრიდან დღემდე მისი ქონება 300 მილიონი დოლარით, ხოლო ერთი წლის განმავლობაში $1.5 მილიარდით არის გაზრდილი. გასული წლის 15 თებერვალს Bloomberg-ი ბიძინა ივანიშვილის ქონებას 6 მილიარდ 750 მილიონ დოლარად აფასებდა. Bloomberg-ი ცხადია წერს და იხსენებს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესის ისტორიას, რომ მან რუსეთში 90-იან წლებში სხვადასხვა ბიზნესებით გამოიმუშავა თავისი ქონება, საუბარი არ რკინის მადნის წარმოებლები, ფოლადის ქარხნები, ბანკები და უძრავი ქონების კოლექციის აშენება. მან ასევე თავისი აქტივების უმეტესი ნაწილი 2003-6 წლებში გაყიდა, ხოლო დანარჩენი 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევის წინა პერიოდში დაადეკლარირა და დააფიქსირა, რომ რუსეთში მისი ბიზნესი აღარ არსებობს და ეს ყველაფერი გაყიდულია. თანამდებობა ივანიშვილმა 2013 წელს დატოვა, წერს Bloomberg-ი და Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსი ბიძინა ივანიშვილის ქონებას, როგორც მოგახსენეთ, 2013 წლიდან აფასებს. დიახ, ეს ნამდვილად გამორჩეული და ერთ-ერთი თუ არა ყველაზე ავტორიტეტული ბიზნესმენი არის მსოფლიოში, მეგულისხმობ Bloomberg-ის სააგენტოს, ვინც არიცით ამ კვირაში მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის და სწორედ ამ სააგენტოს დამაარსებლის და მისი სახელობის არის ეს სააგენტო, Michael Bloomberg-ის დაბადების დღე გახლდათ. ამერიკის შეერთებული შტატების მე ვიტყოდი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი, ფილანტროპი, იმავდროულად პოლიტიკოსიც, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ავტორიტეტით სარგებლობს მთელს პლანეტაზე, თითქმის ყველა კონტინენტზე, ერთ-ერთი გამოჩეული ფილანტროპიც გახლავთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს საქმიანობის პარალელურად მან მოახერხა და შექმნა ისეთი ეკონომიკური მონაცემების გადამუშავების სააგენტო, საინფორმაციო სააგენტოზე, რომელიც შემდგომ დაშენდა ტელევიზია, რადიო და უამრავი სხვადასხვა საინფორმაციო წყაროები, რომელიც დღეს ერთ-ერთ განსაზღვრელ საინფორმაციო სააგენტოდ Bloomberg News-ად იქცა. მაშასე, მოდი გადავხედოთ თუ როგორ გამდიდრდა პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და ფილანტროპი Michael Bloomberg-ი, რა არის მისი კარიერის ასე ვთქვათ, განვლილი ეტაპები და როგორ მიაღწია მან იმ მდგომარეობას, სადაც დღეს იმყოფება. ვნახოთ ჩვენი სიუჟეტი. 106 მილიარდი დოლარის ქონება და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მე-12 პოზიცია. ასეთია ამ დროისთვის ამერიკელი ბიზნესმენის, მეწარმის, პოლიტიკოსისა და ფილანტროპის Michael Bloomberg-ის ფინანსური მონაცემები. 1942 წელს მასაჩუსეტსში საშუალო კლასის ოჯახში დაბადებულმა Bloomberg-მა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში ელექტროინჟინერიის მიმართულებით ისწავლა, შემდეგ კი ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში MBA ხარისხი მიიღო. მისი კარიერა კი 1966 წელს საინვესტიციო ბანკ Salomon Brothers-ში დაიწყო, სადაც Bloomberg-ი თავდაპირველად ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაში ჩაერთო. აქ წლები გაატარა, დაწინაურდა და მალევე კომპანიის პარტნიორიც გახდა. თუმცა 1991 წელს, როდესაც Salomon Brothers-ის სხვა კომპანია მიყიდა, Bloomberg გაათავისუფლეს. ამის სანაცვლოდ მან 10 მილიონი დოლარის კომპენსაცია მიიღო, რაც მისი სამეწარმეო წარმატების საფუძველი გახდა. სწორედ ამ თანხის გამოყენებით მან ფინანსური სისტემების ანალიზის კომპანია ინოვაციური საბაზრო სისტემები დააარსა. ის ბიზნესისთვის საჭირო ინფორმაციას ქმნიდა და ყიდდა, რაც საბაზრო მონაცემებს, ფინანსურ გათვლებს და Wall Street-ის კომპანიების ფინანსურ ანალიზებს მოიცავდა. ეს ყველაფერი კომპიუტერიზებული სისტემებით კეთდებოდა, რომელსაც თავიდან Market Master Terminals ერქვა, მოგვიანებით კი ბევრისთვის კარგად ნაცნობი Bloomberg Terminals გახდა. Michael-ის კომპანიის პირველი დიდი კლიენტი ბანკი Merrill Lynch იყო, რომელმაც ინოვაციურ საბაზრო სისტემებში 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. Bloomberg Terminals-მა წარმატება სწრაფად მოიპოვა, განსაკუთრებით 1990-იან წლებში, როდესაც კომპანიამ ფინანსური მედიის განვითარება დაიწყო და Bloomberg News-ი, Bloomberg TV და Bloomberg Radio გააერთიანა. 2000-იან წლებში მისი ბიზნესის ღირებულება მილიარდებს გადასცდა, ხოლო თავად Bloomberg-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა. თუმცა ბიზნეს საქმიანობა Bloomberg-ის კარიერის ერთადერთი მიმართულება არ ყოფილა. 2002 წლიდან მოყოლებული 2013 წლამდე პერიოდში Michael ნიუ-იორკის მერად სამჯერ აირჩიეს და ამ წლების განმავლობაში აღნიშნულ პოსტზე ყოფნისას ქალაქის მმართველობაში, ტრანსპორტში, გარემოს დაცვასა და ჯანდაცვაში დიდი ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ დროს 2001-დან 2014 წლამდე პერიოდში Bloomberg-მა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა, თუმცა მერის კარიერის დასრულების შემდეგ კვლავ კომპანიის მართვას დაუბრუნდა. Michael-ი აქტიურ პოლიტიკაში 2020 წელს კვლავ გამოჩნდა, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის ბრძოლა დაიწყო როგორც დემოკრატმა კანდიდატმა. სწორედ ამ დროს Bloomberg-მა საპრეზიდენტო კამპანიისთვის $1 მილიარდზე მეტი დახარჯა და მიუხედავად იმისა, რომ პროცესებში საკმაოდ
აქტიურად იყო ჩართული, დაბალი რეიტინგის გამო კამპანიას შეაჩერა, კანდიდატურა მოხსნა და მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირა. თავისი ფინანსებით სწორედ ამ მხარდაჭერისკენ მიმართლა და მაშინ განაცხადა, რომ დემოკრატების მთავარი ამოცანა ტრამპის დამარცხება იყო. არ უნდა გამოგვჩეს, რომ მაიკლ ბლუმბერგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილანტროპიცაა. მან პირობა დადო, რომ სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც ქონების დიდ ნაწილს თვალმოქმედებას მოახმარდა. მისი ფონდი Bloomberg Philanthropies ისეთ სფეროებში, როგორც კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და განათლება, მილიარდობით დოლარს ხარჯავს. და ახლახანს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ამერიკა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოვიდოდა და ორგანიზაციისთვის თანხის გადახდა შეწყვეტდა და რაც სხვათა შორის მათთვის დიდი ფინანსური ზარალი იქნებოდა, Bloomberg-მა განაცხადა, რომ გაეროს კლიმატის ცვლილების სამუშაოს დაფინანსებაში მონაწილეობას თავად მიიღებს. მაიკლ ბლუმბერგის ამ არაჩვეულებრივი ისტორიის მოსმენის შემდეგ, რომელზეც ჩვენმა რეპორტიორმა თიკო ნათმელაძე მიმუშავა, დაუბრუნდეთ საქართველოს ეკონომიკას და ჩვენს რეალობას. როგორ გამოიყურება საქართველოს მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და კომპანიების სხვადასხვა გავლენიანი სარეიტინგო სააგენტოების მიერ წარმოებულ სხვადასხვა რეიტინგებში მინდა გითხრათ, რომ რეიტინგებში საქართველოს პოზიციები ძალიან ხშირად ბოლო 12-13 წლის განმავლობაში გამختარა ერთგვარი დავის საგანი სახელმწიფო პარტიის მხრიდან, საერთოდ რა საჭიროა ან რა მოაქვს საქართველოს პოზიციონირებას რეიტინგებში, ეს განსაკუთრებით 2013 წლებში, 2013-14 წლებში იყო ესეთი გამორჩეული ნარატივი ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკური გუნდისგან, თუმცა მაშინ იმას მაინც ახერხებდნენ, რომ ესწრებოდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებს, სამიტებს და ისეთ ფორუმებს, როგორიც იმართება ყოველ წლის დასაწყისში შვეიცარიაში და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. მე კიდევ ერთხელ მახსოვს, კარგად მახსოვს პერიოდი, როცა ამ რეიტინგებს საერთოდ არ აღიარებდნენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ მათ სარგებლიანობას. არადა რეალურად დამოკიდებულებები ყველაფრის მიმართ იცვლება. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოებრივად გაიზარდნენ ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ იმის თქმა დაზუსტებით შემილია, რომ ამჟამად რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციები აშკარად ჭირდება, თუმცა ეს რეიტინგები ძალიან ხშირად გამختარა მათგან სხვადასხვა მანიპულირების თემა, რომელიც განსაკუთრებით ბოლო 3-4 წლის განმავლობაში განსაკუთრებით დახელოდნენ სახელმწიფო პარტიის წარმომადგენლები და მანიპულირებენ საქართველოს პოზიციებით ამ რეიტინგებში. ჩვენ მარტივად თავი მოუყარეთ ყველა მნიშვნელოვან რეიტინგს, სადაც საქართველოს პოზიციონირებს და გთავაზობთ ეხლა ინფორმაციას ანალიტიკური სიუჟეტის სახით, რომელზეც ნინი ლონგურაშვილმა იშრომა, თუ რა პოზიციებზეა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან რეიტინგებში მსოფლიოში 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ყველაფერი დანარჩენისთვის ნახოთ ჩვენი სიუჟეტი. საქართველოს კორუფციის რეიტინგში 4 საფეხურით ჩამოქვეითდა. საერთაშორისო გამჭვირვალობამ კორუფციის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს 53 ადგილზეა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთან შედარებით დაბალი კორუფციის დონე 52 ქვეყანაშია. კორუფციის ინდექსი 16 კვლევის შედეგებს ემყარება, რომლებსაც 12 სხვადასხვა ორგანიზაცია ატარებს და აქედან 13 კვლევა უშუალოდ ბიზნეს საქმიანობაში ჩართული ადამიანებისა და ექსპერტების გამოკითხვაა, თუ როგორ აფასებენ ისინი კორუფციის დონეს. საერთაშორისო გამჭვირვალობა იყენებს ისეთი გავლენიანი ორგანიზაციების გამოკითხვებს და კვლევებს, როგორიც არის მსოფლიო ბანკი, Freedom House, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი, მსოფლიოს სამართლის პროექტი, ჟურნალი ეკონომისტი და სხვა. კორუფციის აღქმის ინდექსში 100 ქულა კორუფციის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. ბოლო 2024 წლის ინდექსი 180 ქვეყანას მოიცავს. კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს 53 ადგილს იყოფს ბაჰრეინთან და პოლონეთთან ერთად. გასულ წელსაც საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსში 53 ქულა ჰქონდა და 59 ადგილს იკავებდა. საქართველოს ქულა იგივე დარჩა, მაგრამ სხვა ქვეყნების ქულების ზრდის გამო კორუფციის რეიტინგში 4 საფეხურით ჩამოქვეითდა.
ჯამში კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დაბალი კორუფცია დანიაშია. დანიას 90 ქულა აქვს. ფინეთი და სინგაპური რეიტინგში მეორე და მესამე ადგილებს ინაწილებენ 88 და 84 ქულით. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალ პოზიციაზე არის სომხეთი, რომელიც 73 ადგილზეა 47 ქულით. თურქეთი 107 ადგილზე 34 ქულით. რუსეთი და აზერბაიჯანი 154 ადგილს ინაწილებენ 22 ქულით. ინდექსის მიხედვით საქართველოში კორუფციის შემცირების მხრივ ბოლო წლებში პროგრესი არ არის. საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა 2018 წელს ჰქონდა 58 ქულა. რაც შეეხება საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციას. გასულ წელს საქართველოს პოზიცია სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. საინტერესო არის, რომ Fitch-ის რეიტინგში საქართველო BB დონეზე 2007 წელს გახდა და 14 წელია ერთი ადგილის ირგვლივ ტრიალებთ, თუმცა წელს პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურზე შეცვალა. დაახლოებით მსგავსი სურათია S&P-სა და Moody's-ის შემთხვევაშიც. 2011 წლის BB-დან 2019 წელს BB-მდე დავწინაურდით და ერთ წრეზე ვტრიალებთ. უფრო დეტალურად, 2024 წელს საქართველოს საერთაშორისო რეიტინგში ასე გამოიყურება. Fitch-ის რეიტინგი. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს პერსპექტივა გააუარესა. განახლებული შეფასებით Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ BB დონეზე დაადასტურა, რაც შეეხება პერსპექტივას ის სტაბილურიდან ნეგატიურამდე შეამცირა. პერსპექტივის გადახედვის ძირითად ფაქტორებს შორის არის დასახელებული მკვეთრად გაზრდილი პოლიტიკური რისკი, ურთიერთობა გარე მხარეებთან, ასევე რისკები პოლიტიკის ჩარჩოსთვის, საერთაშორისო რეზერვების სუსტი დაფარვა. რაც შეეხება S&P Global Ratings. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი წლის დასაწყისში უცვლელ BB დონეზე შეაფასა სტაბილური პერსპექტივით. სააგენტოს განმარტებით რეიტინგზე დადებითად აისახა ეკონომიკურ ზრდასა და ფისკალურ კონსოლიდაციაში აქამდე მიღწეული პროგრესი. ფისკალური პარამეტრების დადებითი ტენდენციის შენარჩუნებას კი სააგენტო რეიტინგის გაუმჯობესების ტრიგერად განიხილავდა. გასულ წელს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-ი საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BA2 დონეზე დაადასტურა. პერსპექტივის გაუმჯობესების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური რისკებისადმი საქართველოს მოწყვლადობის უფრო დაბალ დონეზე შეფასება. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებს შორის არის Heritage Foundation, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი. Heritage Foundation-მა 2024 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველოს ქულა 68.7-დან 68.4-მდე შეამცირა, თუმცა იმის მიუხედავად საქართველო მთლიან რანჟირებაში 3 პოზიციით დაწინაურდა და 32 ადგილი დაიკავა. ინდექსის თანახმად მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე წელია მცირდება და სწორედ სხვა ქვეყნების შედეგების უფრო მეტად გაუარესებიდან გამომდინარე საქართველოს ქულის გაუარესება პოზიციის ვარდნაში არ აისახა და საქართველო პირიქით 2 პოზიციით დაწინაურდა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის ვალის რეიტინგში. ეკონომიკის მიმართ მთავრობის ვალის ტვირთის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 151 ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2024 წლის აპრილში გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით 2023 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალი თლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 39.2% იყო და ვალის ტვირთის ამ მაჩვენებლით საქართველო 188 ქვეყანას შორის 151 ადგილზეა. საქართველოზე მძიმე დავალიანება 140 ქვეყანას აქვს, 47 ქვეყანას კი ნაკლებად აწევს ვალის ტვირთი. 2022 წელსაც საქართველო რეიტინგში 151 ადგილზე იყო და თლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 39.2%-ის სიდიდის ვალით. და ბოლოს, გლობალური ინოვაციის ინდექსი. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციის ინდექსის 2024 წლის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ცნობისთვის კი გეტყვით, რომ ანგარიში მსოფლიოს 133 ქვეყანას აფასებს და მათ ინოვაციურ შესაძლებლობებსა და აღნიშნული კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს განიხილავს. ქვეყნების ინოვაციურობის შესაფასებლად ინდექსი 7 ძირითად კრიტერიუმს: ცოდნა და ტექნოლოგიების წარმოება, ადამიანური კაპიტალი და კვლევები, დახვეწილი ბიზნეს გარემო, ბაზრის გაწაფულობა, კრეატიულობა, ინფრასტრუქტურა, ინსტიტუციები და დანარჩენ 78 ინდიკატორს იყენებს. ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში 133 ქვეყანას შორის საქართველო 57 ადგილს იკავებს. ჩვენი ქვეყნისთვის მინიჭებული ქულა რეიტინგის ლიდერის ქულის ნახევარზე ცოტაა და 30.4%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მსგავსი ქულა მექსიკას აქვს მინიჭებული. განსხვავებით ლარისგან ზრდით დაასრულეს პოზიციონირება ქართულმა კომპანიებმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე.
BGO-ს აქციების ფასი არის გაზრდილი 8.2%-ით. ხედავთ ეკრანზე და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 52 გირვანქა სტერლინგს გადასცა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2 მილიარდ 280 მილიონი გირვანქა სტერლინგია. 6 თვეში კომპანიების აქციები 27.5%-ით გაიზარდა. TBC ბანკის აქციების ღირებულებამ 14%-ით მოიმატა, 14.12%-ით. ერთი აქციის ფასი 40 გირვანქა სტერლინგს გადასცა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.760 მილიონზეა, ხოლო ბოლო 6 თვეში კომპანიების აქციები ასევე 28.97%-ით გაიზარდა. მზარდი იყო 2.5%-ით საქართველოს კაპიტალის აქციების ფასი, GCAP-ის აქციები 2.5%-ით გაიზარდა CGO-ს ტიკერით და ამჟამად საბაზრო კაპიტალიზაცია კომპანიისა 560 მილიონ გირვანქა სტერლინგს უახლოვდება, ერთი აქციის ფასი 12 და 30 გირვანქა სტერლინგია. მე წარმატებებს უსურვებ საქართველოს მის ბიზნეს ეკონომიკას ამ ურთულეს წელს, როცა საოცარი ვირაჟებით მოგვიწევს სიარული. ხო, ჩვენ კიდევ ერთი თემა მოვამზადეთ თქვენთვის ბიზნესის კვირეულში, რომელიც ეხება საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, უпростоრად კაპიტალის ბაზრის და მისი გარდაუვალად შემადგენელი ნაწილის ფასიანი ქაღალდების მიმართულების განვითარებას. გამორჩეულად აქტიური წელიწადი იყო ობლიგაციების და ბონდების გამოშვების კუთხით 2024 წელი. ამას ვერ ვიტყვით 2025 წლის დასაწყისზე, თუმცა სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ ეს ტენდენცია, როცა პირველი თვინახევრის განმავლობაში ახალი წლისა არ გამოცხადებულა რაიმე ტიპის ემისია, ეს არაფრის მთქმელი არ არის. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც ცადეთ განხილვა ჩვენთვის მნიშვნელოვან პირებთან ერთად, თუ რა გავლენა ექნება პოლიტიკურ კრიზისსა და ქვეყნის იზოლაციის მზარდ რისკს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, რომლისთვისაც, როგორც მოგახსენეთ, შარშანდელი წელიწადი გამორჩეულად წარმატებული გამოდგა. 2024 წლის მაღალი აქტივობის შემდეგ 2025 წელი ისე დაიწყო ჯერჯერობით ქვეყანაში ობლიგაციების ემისია არ ყოფილა. თქვენ ნახევარში ტენდენციის შეფასება სფერო სპეციალისტების მხრიდან ჯერ არ მომხდარა. გასული წლის შედეგებს რაც შეეხება 2024-ში 11-მა ქართულმა კომპანიამ ჯამში 570 მილიონი ლარის მოცულობის საჯარო კორპორაციული ემისია განახორციელა. შარშან საჯარო ობლიგაციების ბაზარი დაახლოებით 600 მილიონ ლარამდე გაიზარდა, სულ 21 ობლიგაციის განთავსება გვქონდა. TBC კაპიტალი უმეტესობა ამ ობლიგაციების გამოშვებაში მონაწილეობას იღებდა. ასევე აქტიური იყო წელი ევროობლიგაციების გამოშვების კუთხითაც, ანუ ქართულმა კომპანიებმა, სამმა ქართულმა კომპანიამ გამოუშვა ევროობლიგაცია ირლანდიის საფონდო ბირჟაზე, ასევე გვქონდა კერძო განთავსებებიც. ასე რომ 24 წელი გამოირჩეოდა აქტიურობით, თუმცა იმედი გვაქვს, რომ 25 კიდევ უფრო მსხვილი განთავსებების წელი იქნება. გაგრძელდება თუ არა ტრენდი 2025 წელსაც, ამის თქმა რთულია. მთავარი რისკი კი პოლიტიკური კრიზისი და სანქციების მოლოდინის ფონზე იზოლაციის მზარდი საფრთხეა. საპენსიო სააგენტოს ყოფილი საინვესტიციო ოფიცრის გოგა მელიქიძის შეფასებით, პირველ კვარტალში ობლიგაციების ბაზარზე აქტივობა როგორც წესი დაბალია, თუმცა ტენდენციის შემოbrunებას უახლოეს პერიოდში არ ელოდება. მელიქიძე ეჭვობს, რომ ემისიების კუთხით გასული წლის შედეგების გამეორება გაჭირდება. საინვესტიციო მიმართულებით მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილების მქონე ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ უარყოფითი მოლოდინის მიზეზი სწორედ პოლიტიკური ვითარება, რომელიც ეკონომიკაზე უკვე აისახა. ყიდველების ნაწილში კიდევ უფრო რთულია ობლიგაციებში ინვესტირება. მინებიან ობლიგაციების ყიდველები ინსტიტუციონალურ ნაწილში, ეს არის საპენსიო ფონდი, არიან დეპოზიტარები. დეპოზიტარები ლარში ისეც დოლარიზაციისკენ არიან მიმხრობილები, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, ქვეყანაში კრიზისი არის, მიმდინარე კრიზისი გვაქვს და დოლარში ინვესტირება მათთვის უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე ლარში ინვესტირება და თუ ლარში ინვესტირებას განიხილავენ, საკმაოდ მაღალ პრემიუმით გააკეთებენ ამას. შესაბამისად, ქვეყანაში ასე ვთქვათ, ფული ძვირია. ემიტენტის ამბავში მე რომ ემიტენტი ვარ და შემიძლია ესე ვთქვათ არსებული სესხი ან გადავარე ფინანსირო დოლარში, შეიძლება ის სესხი უფრო კაი ფასად მქონდეს აღებული, ვიდრე ეხლა მომიწევს მისი დოლარში, ანუ ევროობლიგაციებში გადაკონვერტირება, ან უნდა გამოუშვა ახალი ობლიგაციები ლარში, რომელიც ძვირად უნდა გავაკეთო. მე თუ ძვირად უნდა გამოუშვა ობლიგაციები, მის ეკონომიკური ესე ვთქვათ მიზანშეწონილობა უნდა ქონდეს ამას. რას გულისხმობ, რომ მე თუ ფულს მოვიზიდე ძვირად, მაშინ იმის რესურსი უნდა მქონდეს, რომ ეკონომიკური ესე ვთქვათ ზდა უნდა მქონდეს, რომ მე ეს მოზიდული რესურსი გადავიხადო.
2024 წლის მდგომარეობით ქართული საჯარო კორპორატიული ობლიგაციების ბაზრის ზომა 2 მილიარდ ლარს აჭარბებდა. აქედან დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარი დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებზე მოდიოდა, ხოლო 675 მილიონი ლარი ლარში დენომინირებულ ემისიებზე. წინა წლების მსგავსად ობლიგაციების ბაზარი კვლავ ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალო წლიური ზრდა 31% შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 წელში ემიტენტების მხრიდან გაიზარდა ინტერესი ევროში დენომინირებული ობლიგაციების მიმართ, რის გამოც 2024 წლის მდგომარეობით 128 მილიონი ლარის მოცულობის ევროში დენომინირებული ობლიგაციები იქნა გამოშვებული. კრისტალის გენერალური დირექტორი ილია რევია ამბობს, რომ ფასიანი ქაღალდების გამოშვების დიდი გამოცდილების მიუხედავად წელს კომპანია ობლიგაციების გამოშვებას არ გეგმავს. წელს არ ვაპირებთ ამ ბაზარზე მუშაობას, მიზეზი ძალიან მარტივია. ჩვენ სულ ახლა ხან სავიღეთ მიკრობანკის ლიცენზია, შესაბამისად ბევრი სამუშაო გვიწევს. ობლიგაციის ემისია დამატებით თვერთი არის ხოლმე ესე დროს და თან ჩვენი რეპორტინგის ვადებს კიდევ უფრო ადრე გადმოწევს და წელს ნამდვილად გადავწყვეტეთ, რომ კლასიკური დაფინანსების გზით მივდივართ, რაც არის სესხები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ეგრეთ წოდებული ინტერბანკ სესხები ადგილობრივებთან და ასევე აქტიურად ვცდილობთ განმავითაროთ დეპოზიტები. Foresight Investment Group-ის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი რატი მორჩილაძე საქმიანი დილის ეთერში ამბობს, რომ ემისიების ზრდისთვის ლიკვიდური მეორადი ბაზრის შექმნა აუცილებელი. რაც ნიშნავს, რომ ყიდველს ფასიანი ქაღალდის გადაყიდვის შესაძლებლობა ექნება, რაც ობლიგაციებში მეტ ინვესტიციებს წაახალისებს. ტენდენცია ჩემი აზრით მზარდი იქნება, თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. ობლიგაციების შემთხვევაში აუცილებლად უნდა შეიქმნას ლიკვიდური მეორადი ბაზარი. სხვანაირად რთული იქნება, რომ ბანკების გარდა ვინმე სხვამ შეისყიდოს ეს ობლიგაციები. ლიკვიდური მეორადი ბაზარი შექმნის მოთხოვნას უკვე ფიზიკური პირებისგან და სხვა სუბიექტებისგან და უკვე მოთხოვნა ისეთი გაჩნდება ბაზარზე, რომ კომპანიებისთვისაც უკვე მეტად ხელსაყრელი იქნება ამ ობლიგაციების ემისია. TBC კაპიტალის საინვესტიციო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი გვეუბნება, რომ ემიტენტების მხრიდან ბაზარზე მოთხოვნა დიდია. მისივე თქმით, მაღალია 3-წლიან ობლიგაციებში თანხის განთავსებით დაინტერესება, რასაც გლობალურად საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინი ახალისებს. ზოგადად 2025 წელი დავიწყეთ საკმაოდ აქტიურად. 2024 წლიდანაც გადმოყვა ბევრი პროექტი, წელსაც გვემატება ახალი პროექტები, ყავს როგორც არსებული ემიტენტები, ისე ახალი ემიტენტები, რომლებიც შემოდიან ბაზარზე. პირველ კვარტალს რაც შეეხება, ეს ტენდენცია ყოველ წელს ფიქსირდება, რომ იანვარ-თებერვალი საკმაოდ პასიურია ხოლმე, თუმცა აქვე დავაანონსებ, რომ შემდეგ კვირაში ერთი ახალი ობლიგაციით გამოვალთ ბაზარზე და ვგეგმავთ, რომ მარტის დასაწყისში განვათავსოთ. 2024 წელს ობლიგაციების ბაზარს 6 ახალი ემიტენტი შეემატა. ემისიების 66% დოლარზე მოდის, 20% ლარზე, ხოლო 14% ევროზე. შაშან ადგილობრივ ბაზარზე ისტორიულად ყველაზე მეტი 21 საჯარო კორპორაციული ემისია განხორციელდა. ზოგადად ესე ვთქვათ, ეკონომიკური აქტივობა და ობლიგაციების აქტივობა ჩემი აზრით წელს იქნება ძალიან გართულებული და შენელებული. იმიტომ რომ ობლიგაციებს ჭირდება მყიდველი. აქეთ ამ ერთი არის ემიტენტი და მეორე მყიდველი. ორივე მხარეს პრობლემა აქვს. ემიტენტების ამბავში ძვირია ფული, ლარში ძვირი იქნება ფული. დოლარშიც ხედავთ, რომ საპროცენტო განაკვეთები დაბლა ისე ძალიან ვეღარ წამოვა გლობალურად, იმიტომ რომ ამერიკაში მაღალი ინფლაცია გამოვიდა. დოლარში საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნდება მაღალი, რაც ალტერნატივას უწევს ქართულში დოლარში ინვესტირებას. ხოლო ლარში ფული ძვირდება და ძვირდება. მინიმუმ ნარჩუნდება ძვირიანი ფული, ხო, იმიტომ რომ ბუნდოვაობა მაღალია ქვეყანაში, ეკონომიკური გაგანია, ეკონომიკური კრიზისში ვართ, პოლიტიკური კრიზისი გადათარგმნილია მაკროეკონომიკურ კრიზისში. ხა თუ ამას არ ვიმჩნევთ, ეს სხვა თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ მაკროეკონომიკური, ესე ვთქვათ, და პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გვიდგას. პოლიტიკური ვითარება ადგილობრივი ეკონომისტების გარდა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების ფოკუსში წყდება. ბოლო განახლებისას S&P-მ საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე შეუნარჩუნა, პერსპექტივად სტაბილური დაუტოვა, თუმცა ანგარიში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურმა დაძაბულობამ შეღავათიანი დაფინანსებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს, რაც ეკონომიკის ზრდას, საგადასახადო ბალანსს და საერთაშორისო რეზერვებსა და საჯარო ფინანსებს საფრთხეს უქმნის.
უფრო მკაცრი შეფასება ქვეყანამ ფიჩისგან მიიღო, როცა გასული წლის ბოლოს სააგენტომ საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე შეუნარჩუნა, თუმცა პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურით გაუარესა. მიზეზად კი ანგარიში მნიშვნელოვნად გაზრდილი პოლიტიკური რისკი, დასავლელ პარტნიორებთან გაუარესებული ურთიერთობა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკითხი და შემცირებული საერთაშორისო სავალუტო რეზერვებია დასახელებული. ეკონომიკური სიტუაცია რამდენად გაუარესდება, პირველ რიგში მოსალოდნელი სანქციების მასშტაბზე იქნება დამოკიდებული. საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით საქართველოს ყველაზე მაღალი დამოკიდებულება დასავლეთის ქვეყნებზე აქვს. 2023 წელს ევროკავშირიდან, ამერიკიდან და დიდი ბრიტანეთიდან სხვადასხვა გზით მიღებული ფინანსური რესურსები ქვეყნის ეკონომიკის 30%-მდე იყო. ამ დროის მონაცემებით ევროკავშირს საქართველოს ურთიერთობა ქვეყანაში გაერთიანების ელჩის პავლ ჰერჩინსკის შეფასებით ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. დიდმა ბრიტანეთმა ქართველი მაღალჩინოსნები დაასანქცირა. ამერიკაში ტრამპის გაპრეზიდენტების და ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად უცვლელია საქართველოსთან დაკავშირებით დემოკრატების გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზეც ამერიკას საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებული აქვს. და ქართული ოცნების ასე მეტი მაღალჩინოსანი, მათ შორის პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია. სხვათა შორის ჩვენი შემდეგი სიუჟეტის გმირს და მის გუნდს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი და ვიტყოდი მდიდარი გამოცდილებაც ქვეყნის საინვესტიციო და მათ შორის ფასიანი ქაღალდების მართვის მიმართულებითაც. დღეს სურს წარმოგიდგინოთ და გაგაცნოთ კომპანია Homersy. ის შედარებით ახალი მოთამაშეა დეველოპერულ ბაზარზე საქართველოში. მის გენერალურ დირექტორს და მმართველ პარტნიორს განსაკუთრებული წარდგენა საქმიანი საზოგადოებისთვის ნამდვილად არ სჭირდება. შემიძლია ის გითხრათ, რომ დღეს თავად კომპანია საკმაოდ კონკურენტულ და ამბიციურ საქართველოს სამშენებლო დეველოპერულ ბაზარზე შემოვიდა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტით და არანაკლებ ამბიციური და მნიშვნელოვანი გეგმებით, რაც დასახული აქვთ მიზნად, ხო და მოდი ერთად ნახოთ, რა გეგმებით არიან წარმოდგენილნი კომპანია Homersy. ივანე ჯავახიშვილის მოედანზე ვიმყოფებით, თბილისის ერთ-ერთ ძირძველ უბანში. არც ვინც აკვირდებით, აქ მუდმივად განახლება მიმდინარეობს, მაგრამ უმეტესობა შენობების არის ეგრეთ წოდებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. რაც შემიძლია უბრალოდ გითხრათ ამასთან დაკავშირებით არის შემდეგი, რომ ვითარებაში, როცა დღევანდელი ინტერვიუ დაიგეგმა, ჩემთვის გადამწყვეტი იყო რესპონდენტი. მას არ ვიცი, ალბათ რამდენიმე რა 2-3 ათეული წელიწადია მაინც ვაკვირდები მის პიროვნულ და პროფესიულ ზრდას. ამ ყველაფრის უკან არის გამოცდილება წამყვან საინვესტიციო ფონდებში, კომერციულ ბანკებში მუშაობისას. ბოლოს იყო საკმაოდ ხანგრძლივი ეტაპი დეველოპერულ კომპანია M კვადრატში მუშაობისა, რომელიც ჩვენმა დღევანდელმა გმირმა 2024 წელს დატოვა. ეხლა სრულიად ახალი ისტორია იწყება მის ცხოვრებაში, რომელზეც თავად ნიკა მეძმარიაშვილი მოგვიყვება თავის ახალ ბრენდზე, რომელსაც ინვესტორებთან ერთად ქმნის. დავიწყეთ. იგუშა. როგორ ხარ? კეთილი იყოს შენი მოგზაურობა. ფანტასტიკური. ოთახში როგორ ხარ? აქაც გადასარევ. მომიყევი ამ საოცრების შესახებ, იმიტომ რომ მე ფოტოები რო ნახე წინასწარ, ჯერ ვიცოდი ამ უბნის შესახებ, ფაქტიურად ყველაფრის რეკონსტრუქცია მიდის აქ და თან საკმაოდ ისე, იმიტომ რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მე მგონი ყველაფერი აქვს. ჩვენ როცა გადავწყვიტეთ რომ უკვე დაგვეწყო ჩვენი ბრენდის განვითარება, ერთ-ერთი იდეა იყო, რომ მოდი ვიყიდოთ ჩვენი ოფისი, რომ არ ვიქირავთ ან სადღაცო ბიზნეს ცენტრი არ ვიყოთ და ჩვენი ინდივიდუალური ცალკე შენობა გქონოდა. და როცა მოვედით აქ ეს შენობა ახლა ესე არ გამოიყურებოდა. ცოტა სხვანაირად კი და ჩათვლეთ რომ თელს კაი ამ კედლებს აგურს გაუკეთა რეკონსტრუქცია.
მოხდა ფუნდამენტის გამაგრება და კონსტრუქციის სრულად გამაგრება და ამის შემდეგ უკვე გავაკეთეთ. ეს არის ორსართულიანი, ხო, ნიკა? კი, ორსართულიანი. არა, ქვევითაც არის, ონდიქ არის შეხვედრების ოთახები და ანუ ხალხი მარტო აქ და ზევით მიწისქვეშ. მაგრამ ის ვინც ინტერესდება გაყიდვების ოფისი ესა? კი, აქვე ესეთი გეგმა ქონდა, რომ აქვე გაგვეკეთებინა გაყიდვების ოფისი, სადაც უკვე ჩვენთან მოსული სტუმარსაც შეიძლებოდა რომ აქვე ჩვენივე შენობაში შეეძინათ ჩვენთან ბინები და შენარჩუნებული გაქვთ მთლიანად აი ის ნახე ხა ფოტოები ის რაც იყო ადრე ეს სადარბაზოს ელემენტები თბილისური ძალიან ვამაყობთ ერთი რაღაცით რომ აღვადგინეთ კიბე რომელიც იყო აქ ისტორიის შენახვა შენარჩუნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ ჩვენი ზოგადი იდეაც ის იყო რომ აი ეს რაღაც ძველი კულტურული მემკვიდრეობა დარჩეს ქალაქში და ანუ შენობაში შენარჩუნებულია ეს თავისი ძველებური ბუნებრივი განათების კი ეს შევინარჩუნეთ ბუნებრივი განათება გვინდოდა რომ ესეც აი ამ რაღაც ავთენტურობის ნაწილი იყო და დავტოვეთ და ესე ლამაზად ანათებს ესე იგი დღისით მზე ყველა მხარეს ჩვენი ოფისი ბრენდით შეიქმნა კი ბრენდით შეიქმნა მომიყევი დანარჩენი იმიტომ რომ არ შეიქმნებოდა ეს ბრენდი მის მიმართ ინტერესი რო არ იყოს და ნდობა რაც თავარია დანარჩენი ყველაფერი გამოჩნდება მადლობა დიდი ესეთი ამბავი რაც ჰოუმერთან დაკავშირებით ეხლა ნახე ან მომიყევით მთლიანად ტურზე ასე ვთქვათ ოფისისა არდგება ინვესტიციების გარეშე ერთია ინვესტიციები რომელსაც თავად შეიძლება ახორციელებდეს პარტნიორები რომლებიც ჩართულები არიან ამ პროექტში. როგორ შეიკრა ეს ვითარება, რომელშიც ახლა ასე ვთქვათ ვიმყოფებით. ინვესტორები არიან საერთაშორისო საფინანსო ფონდი არის, რომელიც საინვესტიციო ფონდი, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს. არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ ახლო აღმოსავლეთშიც, კერძოდ დუბაიში დაფუძნებული ორგანიზაცია არის NDJ Investments. დაახლოებით 10-მდე მიმდინარე პროექტი აქვს ახლა, მათ შორის საქართველოს შედის. ჩვენთან ჯერჯერობით რასაც ვახორციელებთ არის, ესე იგი, მომდევნო 2 წლის განმავლობაში 62 მილიონი დოლარის ინვესტიცია იქნება გაკეთებული. ასევე იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ გვინდოდა რომ ბრენდი შეგვექმნა, თავისი სტილისტიკით, ყველანაირი დაგეგმვით და ხასიათით ეს ბრენდი უკვე არსებობს და ეს არის ჰოუმერი. კი, ეს არის ჰოუმერი, რომელიც გვინდა რომ დარჩეს ხალხის გულებში და ემოციებში და როდესაც უკვე ესეც შეთანხმების ნაწილი იყო. რა თქმა უნდა, კი და მათი სურვილი იყო, რომ როდესაც შევისწავლეთ საქართველოს ბაზარი, მივხვდით, რომ საჭიროება ამ ბაზარზე განვითარებისთვის იყო იმისი, რომ შეგვექმნა ბრენდი და ასეც გამოვიქეცით. თქვენ ახსენეთ საქართველოს ბაზარი და იმ გამოცდილების მქონე ადამიანს, როგორც ბრძანდები, არ შეიძლება არ ვკითხო ბაზარზე არსებული ვითარების და იმ ტენდენციების შეფასება, რომელიც დღეს გვაქვს და იმავდროულად რა პერსპექტივას ხედავთ. ბოლო წლებში დეველოპმენტის ბაზარი საკმაოდ განვითარდა, ანუ უძრავი ქონების ბაზარი ზოგადად საქართველოში ნდობაც აი რეგიონიდან ფაქტია რომ არის. მათ შორის თვითონ საქართველოშიც ძალიან ბევრი მოთამაშე შემოვიდა ახალი ბაზარზე. შეიძლება ზოგი სხვა ბიზნესით იყო მანამდე დაკავებული და როდესაც დაინახეს რომ ეს ტენდენცია როგორ მიდიოდა ბაზრის უძრავი ქონების, ძალიან ბევრმა გადაწყვიტა რომ ამ მიმართულებითაც განევითარებინათ მათი საქმიანობა და ეს ჯამში ქმნის იმ ფონდს, სადაც საერთაშორისო ინვესტორებსაც უჩნდებათ სურვილი რომ გახდნენ ამ ბაზრის ნაწილი. ანუ ნდობა ინვესტორის მხრიდან დარჩა როგორც წამყვანი და მდგრადი ამ ინდუსტრიაში. ნამდვილად ესე არის, ფაქტები ადასტურებს ამას. თუმცა 2 წლის განმავლობაში 62 მილიონის ინვესტირება, თუნდაც იმ მასშტაბის პროექტში, რაც ჰოუმერ ალფა, ეს ნამდვილად არ არის ცოტა. ეს უკვე დადასტურებული ინვესტიცია. ეს უკვე დაწყებული არის ჩათვლით, რომ სადღაც ალბათ უკვე 40% დახარჯული არის ამ თანხის და დანარჩენი უკვე მშენებლობასთან ერთად დაიხარჯება ეს. ჩვენ რაც არ უნდა ვიაროთ აქეთიკით, ინვესტორებს აქვთ გაპიროვნებული თავიანთი ასე ვთქვათ დობის ვექტორი, მოდი ესე ვიტყვი რა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც ჰოუმერს ქნით, ეს ნდობა ყალიბდება და იკრებს ინტერესს თქვენს მიმართ და იმ გუნდის მიმართ, რომელიც აქ არის დასაქმებული. რაც წარმოადგენს ჰოუმერის გუნდი, გარდა ნიკა მეძმარიაშვილისა, რაც შეეხება თვითონ გუნდის წევრებს, მინდა გითხრათ, რომ
უმაღლესი დონის სპეციალისტები არიან ამ დარგის, რომლებსაც 10 წელი და მეტი გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით, როგორც არ ვიცი, გაყიდვების, მარკეტინგის თუ პროდუქტის შექმნის. ანუ ინდუსტრიაში იცნობა ყველა. ანუ სახე და გვარი ვისაც არ უნდა უთხრათ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბიზნესში ვისაც როდესმე რამე გაუკეთებია, ყველასთვის, არ ვიცი, ტოპ 3 ადამიანში ამოვა ის ხალხი, ვინც აქ მუშაობს და ამით ძალიან ვამაყობთ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი კომპანია, ნებისმიერი ორგანიზაცია ვერ იქნება სრულფასოვანი თუ არ არის გუნდი და ის გუნდი თუ არ არის რაღაც ერთმანეთთან დაკავშირებული და მე არ ვიცი მადლობა მინდა უთხრა ამ ხალხს ნდობისთვის, იმიტომ რომ მაინც ახალი კომპანია არის და ეხლა დავიწყეთ ამ პროექტების განხორციელება და ეს ხალხი მენდომე და ჩემს გვერდით დადგნენ და ერთად ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწევთ. თუმცა თქვენ ყველაფერს როგორც წარსული გამოცდილებიდან და ურთიერთობიდან მახსოვს, კიდევაც აქაც ატენდერებთ ყველაფერს და ამაზე ცოტა მოგვიანებით თვითონ პროექტზე დავიწყოთ. ნიკო საუბარი, ანუ რას წარმოადგენს Homer Alpha, როგორ შეირჩა ის და ცხადია მისი უპირატესობები, კონკურენტული უპირატესობები, იმიტომ რომ თუ რაიმეში არის კონკურენცია დღეს, სწორედ სამშენებლო დეველოპერულ ბაზარზე. ჩვენთვის არ არის პრიორიტეტი პატარა პროექტების კეთება და ერთ-ერთი ადგილის შერჩევის კრიტერიუმი ისეც იყო, რომ გვინდოდა შედარებით დიდი ზომის პროექტი და დიდი ზომის ტერიტორია, რომ იქ უკვე რაღაც ჩვენი იდეები კარგად განგვახორციელებინა. შესაბამისად, შეირჩა ადგილი დიღომში, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ, ბობ უოლშის ქუჩაზე, სადაც არის ოლიმპიური, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა. ოლიმპიადის ის ჩატარებული ინფრასტრუქტურა. კი, 2015-ში ჩატარდა ახალგაზრდული საზაფხულო ოლიმპიადა. აი მაგალითად, ყინულის მოედანი, რომელიც აშენდა, არ მდებარეობს ჩვენი პროექტიდან, არ ვიცი, 30 მეტრში თუ 50 მეტრში, რაც ძალიან კარგია იმისთვის, რომ მომავალში, როდესაც ეს სპორტული ღონისძიებები არ მიმდინარეობს, ამ დროს ბავშვებს, მოზარდებს, ასე უფროსებს აქვს საშუალება, რომ ისარგებლონ ამ ინფრასტრუქტურით. ამის გარდა ეკოლოგიურადაც ძალიან კარგი ადგილია, ახლოს არის მტკვართან. ეს არის ერთადერთი ადგილი თბილისში, სადაც მტკვარზე შეგიძლია მიხვიდე ბარიერის გარეშე და პირდაპირ ხმელეთიდან და როგორც იცით ახლა ჩვენ სუდაჯერებულია. ხო, ერთადერთი ადგილია და გვინდა რომ ეს უფრო მეტად გავაცნოთ ხალხს, რომ იცოდენ რა ღირებულების მატარებელია ეს ადგილი. ეს მომავალში ჩანაჩვენდება როგორც ეს ღია-სივრცე და მისასვლელი. ესე არის კი და ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ამაზე მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს და ზოგადად მაცხოვრებლებს ქალაქის. პროექტის დაგეგმარებისას, როცა უკვე არქიტექტორებთან ერთად იყავით ჩამჯდარი პროექტის თემაზე, რა ჩადეთ მის DNM-ში, რითი უნდა ყოფილიყო ის უკეთესი უპირატესი? ჩვენ როცა ვქნით პროდუქტს, როდესაც ვქნით პროდუქტს, ამ პროდუქტის შექმნაში იღებულობს მონაწილეობას ყველა მხარე, ანუ როგორც გაყიდვების, მარკეტინგის, არ არის მხოლოდ რომ რაღაც არქიტექტორები ჩდებიან და ისინი იღებულობენ ამ გადაწყვეტილებებს, სადაც ვითვალისწინებთ ყველა იმ წარსულ გამოცდილებას, რაც არ ვიცი 10-15 წლის განმავლობაში სხვადასხვა ჩვენი გუნდის წევრებს ჰქონდა და ჩვენ როცა შევქმნით ეს პროდუქტი, ყველა ეს ასპექტი გათვალისწინებული არის დღეს, როგორც ბინის შიგნით, ისე ინფრასტრუქტურულად. ასევე ამის გარდა არქიტექტურას რაც შეეხება, გვინდოდა რომ რადგან იყო პირველი პროექტი, რაღაცით გამორჩეული ყოფილიყო, ჩვენმა არქიტექტორმა მოიფიქრა ესეთი გადაწყვეტა, რომ ერთ-ერთი შენობა, რომელიც გაყიდვაც უკვე დაწყებული გვაქვს, წინასწარი გაყიდვა იქნება ისი ფასადი იქნება მოხატული ხელით, ანუ კონკრეტული არტისტი შეასრულებს ფასადს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვექნება ეს სპორტული სივრცეები, როგორც ახლა გარეთ კი გითხარით რომ არის, მაგრამ ჩვენთან შიგნითაც იქნება ჩვენივე ტერიტორიაზე. კი, ღია ფიტნესი ვსვაგებთ ღიას. რაღაც, გინახავთ ალბათ არის ხოლმე ქუჩებში, რომ პარკებში რომ გვინდა რომ ხო, უფრო რაღაც ღია სივრცეში ყოფილიყო, რადგან ამას ტერიტორია გვაძლევს ამის საშუალებას, რომ ძალიან კარგი გარემოარი გარშემო. ჩვენი ტერიტორიაც არის 7300 კვადრატულმეტრზე იქნება მწვანე სივრცე, რაც არ არის ცოტა, იმიტომ რომ სულ ჯამში 2.5 ჰექტარი არის ჩვენი პროექტი და აქედან 7300 დიდი ნაწილი არის. ხალი დამკვიდრებული არის საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ შინაური ცხოველებისთვის ცალკე სივრცე იქნება, ბავშვებისთვის ცალკე სივრცე და რა თქმა უნდა სტანდარტულად აი ფეხბურთის მოედანი თავის ყველა ინფრასტრუქტურით. შემოსაზღვროში, როცა გაყიდვების ოფისში შევედით, იქ დამხვდა რამდენიმე დეტალი ახალი ტექნოლოგიების, რომელიც პირდაპირ შეთავაზებული არის.
დაინტერესებულებისთვის, რომლებიც ჰომერის ოფისში მოდიან. აქ რა აქცენტირება კეთდება? ამ პროექტზე გადავწყვეტ, რომ არ შევსულიყავით ადამიანის თქვა ბინაში და შიგნით რაღაც არ შეგვეტანა თქვა მის სივრცეს არ შევხედოთ კი მის სივრცეს და გადავწყვეტეთ, რომ კარების ჩათვლით, აი კარებამდე ყველაფერი იქნება ინოვაციური და მაღალ ტექნოლოგიური, რაც კონკრეტულად გეტყვით, რაც გულისხმობს ყველა კარის უსაფრთხოების სისტემა, ლიფტის უსაფრთხოების სისტემა, მათ შორის პარკინგში შესასვლელი უსაფრთხოების სისტემა იქნება ერთი ცენტრალიზებული მართვის თქვათ პანელი ექნება და ყველა მობინადრეს შეიძლება როგორც თქვათ არ ვიცი ჩიპების თუ კოდის მეშვეობით, ასევე აპლიკაციის მეშვეობით მართოს თავისი თქვათ უსაფრთხოების სივრცე და არ ვიცი სტუმრის მიღება იქნება თუ შლაგბაუმის გაღება მაგალითად პარკინგისთვის შეუძლიათ რომ გააკეთონ ყველაფერი თქვათ ამ აპლიკაციით, მაგრამ ასევე ტრადიციული მეთოდებითაც. ასევე პარკინგს რაც შეეხება, რაც ვფიქრობ რომ ასევე ძალიან კომფორტული იქნება კამერა, რომელიც ამოიცნობს ნომერს და როდესაც შენი მანქანით მიყავს სახლში, აღარ დაგჭირდება რომ რაღაც გააღვან დააჭირო რაღაცას პირდაპირ შეხვა. რაც მგონია რომ დამატებით კომფორტს შეძენს ჩვენი მობინადრეების ცხოვრებას. თვითონ პროექტი რამდენ ხანს გასტანს? ჩვენ ვაკეთებთ დაგეგმარებას, პროექტირებას, ვქნით პროდუქტს, რაც ვფიქრობთ რომ ვიცით როგორ უნდა შევქმნათ და ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხარისხი ვაკონტროლოთ, რომ ის რასაც შევქმნით, ის აშენდეს შემდეგ და ის შეხვდეს ჩვენს მობინადრეს და სწორედ ეს რაღაცა წარსულ გამოცდილებაზე დაფუძნებით არის ეს გადაწყვეტილება მიღებული. და უკვე მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისიდან დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, რომელიც გაგრძელდება პირველი ეს იგი ის корпуსი რომელიც არის მოხატული, რომელიც უკვე გაგება დაიწყო დასრულდება 2027 წლის სექტემბერში და შემდეგ 4 корпуსი, რომელიც 2-3 თვის გამოტოვებით დასრულდება და 28 წელს უკვე კლიანად კი დასრულდება მთელი პროექტი. თუმცა ეს არის ჰომერის პირველი პროექტი. კი, ეს არის ჰომერის პირველი პროექტი, ამიტომ ქვია ალფა. და როგორც კი დაიწყება უკვე ჩაჯდება ეს, როგორ ვთქვათ, ყოველდღიურ რუტინაში, ჩვენ უკვე არჩეული გვაქვს რამდენიმე მიწა, მოლაპარაკებაც მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, ახალ პროექტებს დავამატებთ. ჩვენი მიზანია რომ მინიმუმ ერთდროულად 3 პროექტი ყოველთვის გქონდეს, და ვცდილობთ რომ ეს ლოკაციები არ იყოს ახლოს, რომ ადამიანიც მოვა და მოუნდება რომ აი ჩვენი ხარისხის, ჩვენი სტანდარტის ბინა შეიძინოს, გქონდეს არჩევანი და არ იყოს მარტო თქვათ ერთი უბანი ან ერთი ტიპის პროდუქტი კი. ესე ხო არ იქნება ჰომერ ალფა, ჰომერ ბეტა, ჰომერ. მერკია. მე კიდე მიხარია რომ ამ ინდუსტრიამ თქვენი სახით შეინარჩუნა საკმაოდ სოლიდური მოთამაშე და ბიზნესმენებმა კიდე შეინარჩუნა საინტერესო ყოველთვის შინაარსიანად მოპასუხე რესპონდენტი. მადლობა ნიკა, წარმატებები ჰომერ და თორმეტ. კიდევ ერთი ქართული კომპანიის წარმატებაზე მსურს მოგიყვეთ. პინეომ საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო 2 წლიანი მუშაობის შემდეგ. პინეო სამედიცინო ეკოსისტემა საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, რაც პაციენტების მომსახურების მაღალი ხარისხის წინაპირობაა. როგორი იყო აკრედიტაციის პროცესი პინეოსთვის, რა ნაბიჯები გადაიდგა სამედიცინო დაწესებულებაში და რა შეცვლის ეს როგორც პაციენტებისთვის, ისევე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის. ანა ჯოხაძე სტუმრობდა კლინიკას და დამატებით დეტალებს სწორედ მისი საავტორო სიუჟეტიდან მოისმენთ. მისია შესრულებულია. 2 წლიან უწყვეტ განვითარებას შედეგი მოჰყვა. პინეომ კანადის საერთაშორისო აკრედიტაცია ოფიციალურად მიიღო. პინეოს გუნდმა კლინიკაში არსებული პროცესების და ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა შეძლო, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიღება უკვე შესაძლებელია, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების მიერ არის შეფასებული.
დაახლოებით 2 წლის მანძილზე კლინიკა ჩართული იყო მთელი თავისი გუნდით, ეს ექიმები, მედები, ადმინისტრაციული პერსონალი, მთელი კლინიკის შემადგენლობა მონაწილეობდით ამ პროცესში, რაში გამოიხატება ჩართულობა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ მუშაობდით ჩვენი სტანდარტების გაუმჯობესებაზე. დაახლოებით 16 სტანდარტი დააკმაყოფილა აკრედიტაცია კანადის კლინიკამ 1700 კრიტერიუმზე მეტი. ეს არ არის ცოტა, ეს არის ძალიან ბევრი შესაბამისობა იმისთვის, რომ ჩვენ პაციენტებს შევთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი მომსახურება. სწორედ ეს არის ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ აკრედიტაცია კანადის პლატინის ხარისხი ნიშნავს პაციენტებისთვის იმას, რომ მათ აქვთ უფრო მეტი ნდობა ჩვენი კლინიკისადმი, ის რომ იციან, რომ ჩვენთან ღებულობენ ეფექტურ, ხარისხიან და მაღალ პროფესიულ მომსახურებას. 2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტებით დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს, რომლის მიზანიც ბაზარზე პაციენტებზე ორიენტირებული სამედიცინო სერვისების დანერგვა. სტანდარტების დააკმაყოფილება მარტივი საქმე არ ყოფილა. მით უმეტეს მაშინ, როცა პარალელურ რეჟიმში კლინიკა ფუნქციონირებს და პაციენტებს ემსახურება. პინეოს გუნდის წევრები გვუყობიან, რომ პროცესში ყველა ჩართული იყო, მათ შორის პაციენტებიც. ეს იყო შემოქმედებითი პროცესი, ეს არ იყო რაღაცა ტექნიკური, ფორმალური პროცესი, თითოეული ჩვენთაგანი დაწყებული ადმინისტრაციიდან დამთავრებული ყველა სამედიცინო რგოლიდან სწავლობდით ბევრ რამეს და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ გარკვეულწილად იმ თამასასთან ახლოს ავარ, რასაც ქვია საერთაშორისო დონეში. ეს იყო ძალიან ცოცხალი პროცესი, რომლის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად რაღაც ახალს სწავლობდით, გარკვეულწილად ვიზრდებოდით პროფესიულად, ტექნიკურად, ტექნოლოგიურადაც კი ვინაიდან რაღაც ტექნოლოგიების დამატება დაგჭირდა. რაც შეეხება ამის, ასე ვთქვათ, თარგმნას პაციენტის მომსახურებაში, იმ სერვისში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ რასაკვირველი, ეს ყველაფერი ორმაგად და სამმაგად აუმჯობესებს პაციენტის იმ სერვისს, რომელსაც პაციენტი იღებს. აქ სჯერათ, რომ პინეოს საერთაშორისო აკრედიტაციას, რომელიც პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების წინაპირობა, თავისი ეფექტი ექნება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზეც. კლინიკაში თვლიან, რომ მსგავსი პრეცედენტები პაციენტების საზღვარგარეთ გადინებას შეამცირებს, რადგან ის სერვისები, რასაც სხვა ქვეყნებში ეძებენ, ადგილობრივად ხელმისაწვდომი იქნება. საერთაშორისო აკრედიტაციის სტატუსის მონიჭება ცხადია მეტი პასუხისმგებლობა, მეტი მობილიზაცია, მეტი მზაობა პაციენტთან უფრო მაღალი ხარისხის სერვისის დახვედრისთვის. ეს აუცილებლად მოიტანს იმას, რომ ჯანდაცვის და სამედიცინო სერვისებზე ქვეყნიდან გადინებული სახსრები იქნება უფრო მეტად მცირე და მცირე. ესე იგი, ნდობას ეს აუცილებლად ნდობის ხარისხს აწევს და ასევე ნდობის ხარისხს და თავის თავში დაჯერებულობის ხარისხს აწევს სამედიცინო პერსონალში. აკრედიტაცია მიღებულია, მაგრამ უწყვეტი განვითარება გრძელდება. კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის გუნდი კლინიკაში დანერგილი პროცესების ყოველთვიურ მონიტორინგს განახორციელებს, რაც მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღების გარანტიას კიდევ უფრო ამყარებს. კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პინეო იმ 9 კლინიკას შორისაა, რომელმაც სტანდარტების სრულად დანერგვა შეძლო და პროცესში პაციენტთა საბჭოც შექმნა. პინეო შეძლო შეუძლებელი. პინეო შეძლო პრაქტიკულად გადაელახა ის სირთულეები, რომელიც არის დაკავშირებული აკრედიტაციასთან. 1700 სტანდარტის დაკმაყოფილება ეს არის რთული პროცესი. და თუ მთელი კლინიკა არ არის ჩართული ამისი მიღწევა შეუძლებელი და რა თქმა უნდა, ჩვენ დავნერგეთ ინოვაციური პროცესი, რაც ყველა კლინიკაში ჩვენ დავნერგეთ, ეს არის პაციენტთა საბჭო. იმიტომ რომ აკრედიტაცია ეს არის პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვა. აკრედიტაციის მიღების შემდეგ პინეოს საერთაშორისო სამედიცინო რუკაზე უკვე მოინიშნა, რაც კლინიკისთვის განვითარების ახალი საფეხურია. პინეოს სამედიცინო ეკოსისტემა ამ ეტაპზე მეოთხე დონის რეფერალურ კლინიკას წარმოადგენს. მრავალპროფილურ კლინიკაში, რომელსაც გამოცდილი სამედიცინო პერსონალი უძღვება, პაციენტს შეუძლია სხვადასხვა სახის მომსახურება მიიღოს და ჩაიტაროს მაღალ ტექნოლოგიური კვლევები. BMG პერიოდულად გიახლებთ ინფორმაციას და გიმზადებთ სხვადასხვა ტიპის რეიტინგებს, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესოა ჩვენი საქმიანი საზოგადოებისთვის. ამ ინტერეს შორის გამორჩეული ადგილი უკავია ინტერნეტის სიჩქარეს მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით და ვიდრე ამ ტიპის რეიტინგები ჩვენს
ერთ-ერთ ახალ მედია მიმართულებაში, სპეციალურ გამოცემაში, რაც უკვე BMG-ის ბეჭდურ გამოცემაში გამოჩნდება, მანამდე მსურს ნახოთ სალომე ხიდურელის მიერ მომზადებული რეიტინგი, რომელიც აღწერს ქვეყნების რეიტინგს ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით, ანუ სად არის ყველაზე მაღალი სიჩქარის და ყველაზე დაბალი სიჩქარის ინტერნეტები. ნახოთ, საკმაოდ საინტერესო რეიტინგი გამოვიდა. თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჰიბრიდული და დისტანციური სამსახურები სულ უფრო პოპულარული ხდება, სწრაფ ინტერნეტზე მოთხოვნაც მუდმივად მზარდია. თუმცა ინტერნეტის სიჩქარე პლანეტის გარშემო განსხვავდება და მაშინ, როცა ზოგიერთ ქვეყანაში ჩამოტვირთვის მედიანური სიჩქარე 300 მეგაბიტ/წამს აღემატება, სხვაგან შესაძლოა 20 მეგაბიტ/წამს ძლივს აღწევდეს. ამასთან განვითარებული ქვეყნების ნაწილი კვლავ დგას კავშირგაბმულობასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ნაკლებად დასახლებულ დაბებსა და სოფლებს ეხება. მაგალითად, თუ შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების ურბანულ ცენტრებში ინტერნეტის მედიანური სიჩქარე მაღალია, სუბსაჰარული აფრიკისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებში კვლავ არსებობს ქსელთან დაკავშირების პრობლემები. ისეთ ქვეყნებში კი, როგორებიც მაგალითად ნორვეგია და ფინეთია, ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ხორციელდება, რაც მაღალი სიჩქარის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას თვალსაჩინოდ ზრდის. პლატფორმა SpeedTest-ის ინდექსის თანახმად 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით გლობალურად ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე თითქმის 63 მეგაბიტ/წამია, დაყონება კი 26 მილიწამი. SpeedTest-ი გლობალურ ინდექსს როგორც მობილური, ასევე ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით ადგენს. ეს ორი მონაცემი კი ზოგიერთ ქვეყანაში განსხვავდება. მაგალითად, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია, სადაც მედიანური სიჩქარე 454 მეგაბიტ/წამს აღწევს. დაყონება კი 19 მილიწამია. ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით 304 მეგაბიტ/წამითა და 5 მილიწამიანი დაყონებით კი ქვეყანა მესამე ადგილს იკავებს. მობილური ინტერნეტის სისწრაფით მეორე ადგილზეა კატარი, სადაც ჩამოტვირთვის მედიანური სიჩქარე 383.5 მეგაბიტ/წამია. დაყონება კი 19 მილიწამი. რაც შეეხება ფიქსირებულ ინტერნეტს, SpeedTest-ის თანახმად ამ მხრივ კატარი 26 ადგილზეა 185 მეგაბიტ/წამით. 257 მეგაბიტ/წამით მობილური ინტერნეტის სიჩქარით მესამე ადგილზე ქუვეითი ხვდება. აქ დაყონება 16 მილიწამია. ფიქსირებული ინტერნეტის სისწრაფით კი ქვეყანა 23 ადგილზეა, სადაც ჩამოტვირთვის სიჩქარე 193 მეგაბიტ/წამს აღწევს. ინტერნეტის სიჩქარეთა და საიმედოობით რეიტინგის მოწინავე პოზიციებზე ხშირად ხვდება ბულგარეთიც. 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით ქვეყანაში მობილური ინტერნეტის მედიანური სიჩქარე 187 მეგაბიტ/წამია. დაყონება კი 19 მილიწამი. სამაგიეროდ 86 მეგაბიტ/წამიანი ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით ქვეყანა 70-მე ადგილს იკავებს. კიდევ ერთი ევროპული ქვეყანა, სადაც მობილური ინტერნეტის სიჩქარე ყველაზე მაღალია, დანიაა. 169 მეგაბიტ/წამიანი ჩამოტვირთვის სიჩქარით და 19 მილიწამიანი დაყოვნებით ქვეყანა მეხუთე ადგილს იკავებს. ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით კი დანია მერვე პოზიციაზეა. ინტერნეტის მედიანური სიჩქარე ამ შემთხვევაში 240 მეგაბიტ/წამია. ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტით ქვეყნების ათეულში ასევე ხვდებიან სამხრეთ კორეა, ნიდერლანდები, ჩინეთი, ნორვეგია და საქართველო. SpeedTest-ის თანახმად საქართველოში ჩამოტვირთვის მედიანური სიჩქარე 140 მეგაბიტ/წამია, დაყონება კი 18 მილიწამი. სამაგიეროდ ქვეყანა ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით 111 ადგილზეა 42 მეგაბიტ/წამით. ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი განსხვავებულად გამოიყურება. ამ შემთხვევაში პირველ ადგილზეა სინგაპური 331 მეგაბიტ/წამით. მეორეზე ჰონკონგი, მესამეზე არაბთა გაერთიანებული საამიროები. შემდეგ მოდის საფრანგეთი, ჩილე, შეერთებული შტატები და ისლანდია. ათეულს კი დანია, ესპანეთი და შვეიცარია ხურავენ. რადიკალურად განსხვავებული ვითარება მაგალითად ეთიოპიასა და კამერუნში, სადაც ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე 9 მეგაბიტ/წამს მცირედით აღემატება. SpeedTest-ის თანახმად ყველაზე ნელი ინტერნეტ კავშირი კუბაშია, სადაც ჩამოტვირთვის მედიანური სიჩქარე 2.96 მეგაბიტ/წამია. მეორე ადგილზე სირიაა, 3.38 მეგაბიტ/წამით. მესამე ადგილზე კი თურქმენეთი, სადაც ფიქსირებული ინტერნეტის მედიანური სიჩქარე 3.51 მეგაბიტ/წამია. ინტერნეტის სიჩქარეზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს, როგორებიცაა მაგალითად ქვეყნის ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა და ეკონომიკური პრიორიტეტები. შესაბამისად, თუ ზოგიერთი ქვეყანა კავშირგაბმულობით მოწინავე პოზიციებზეა, სხვები ირჩევენ, რომ უფრო პრიორიტეტული მიმართულებები განავითარონ. მიუხედავად ამისა, სწრაფ და ხარისხიან ინტერნეტზე მოთხოვნა ყოველდღურად იზრდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ სამომავლოდ ეს ციფრული ნაპრალიც ამოივსება. Deliveroo ქართული საკურიერო კომპანია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ამანათების განაწილებას უზრუნველყოფს, სერვისი სრულიად გამართული
და მაქსიმალურად მორგებადია მომხმარებლის კომფორტს. ბიზნეს კონცეფცია არა მარტო შემოსავლების გენერირებას ისახავს მიზნად, არამედ სრულიად ინდუსტრიის განვითარებას და ლოგისტიკასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას. სტარტაპი განვითარების ეტაპზეა, თუმცა უკვე საკმაოდ მსხვილი შეკვეთების განხორციელებას და არაერთი კომპანიის ასე ვთქვათ, მომსახურებას ახერხებენ. გეტყვით იმასაც, რომ Deliveroo პლატფორმა Free Business-ის ხელმომწერიც არის და პლატფორმის, რომელიც მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ სხვადასხვა მოთხოვნებით დაფიქსირდა, იქნება ეს ორი მოთხოვნა იყო სულ პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა. კომპანია Deliveroo-სთან პარტნიორმა კომპანიებმა მოლაპარაკებები ამ გადაწყვეტილების გამო ჩემდა სამწუხაროდ შეწყვიტეს და სწორედ პლატფორმაზე რეგისტრაციის და პოზიციის დაფიქსირების გამო მოხდა აღნიშნული ამბავი. მოკლედ, ერთი რამ ვიცი, რომ სრულყოფილად მუშაობის საშუალება ამ პოზიციის დაფიქსირების გამო მათ არ ეძლევათ. ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება Deliveroo-ს ეხლაც და მომავალში ვნახოთ სიუჟეტი ამ კომპანიის საქმიანობის შესახებ ჩვენს რუბრიკაში მხოლოდ ქართული. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. ევროპული ბიზნესის კეთება ჩემი შეხედულებით და ანალიზით არის ის, რომ თავისუფალ გარემოში აკეთებ ბიზნესს. ბიზნესს აქვს ხელშეწყობა და არ აქვს ხელის შეშლა, რა თქმა უნდა. თან არ აქვს ხელოვნურად ხელის შეშლა. ხელის შეშლა, რომ შენ პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებ. ეს ფუნდამენტური ღირებულება თავისუფალ გარემოში ბიზნესის კეთება. სხვანაირად ბიზნესს ვერ გააკეთებ, გამორიცხულია. 13 წლიდან საქმიანობდით ონლაინ პლატფორმების მეშვეობით ვაჭრობას ახდენდით სხვადასხვა ტექნიკა იყო ეს თუ რაღაც რომანი საუბარცხოებანი. თავარი გამოწვევა რომელიც არსებობდა საკვირერო სფერო პრაქტიკულად მიწოდება სახორციელებდა ერთი კომპანია თელს საქართველოში, ხოდ ერთ კომპანიაზე ჩამოკიდებული ვერ ვიყავით, იმიტომ რომ არ გვთავაზობდა სხვადასხვა მომსახურებას, რაც საჭირო იყო. აქედან გამომდინარე დავიწყეთ რაღაც მხრივ ამ პრობლემის საკუთარი ძალებით მოგვარება, მაგრამ მე აღმოჩნდით ისეთ სიტუაციაში, რომ ერთდროულად გვიწევდა ორი სხვადასხვა კომპანიის მართვა. მე პირადად გადავწყვიტე, რომ უნდა გავაკეთო საკურიერო კომპანია. პირველი ნაბიჯი ის იყო, რომ ვიყიდე ერთი მანქანა, ერთადერთი მანქანა და ჩემი პირადი მანქანა მყავდა. მანამდე მე თვითონაც დამირიგებია ეს შეკვეთები, კარგად ვიცნობ თბილის ყველა ქუჩას, უბანს, ასე რომ ვთქვათ, ანუ ძალიან მარტივი იყო ამ ყველაფრის დარეგულირება მიწოდების მხრივ, რაღაც დიდი რესურსები არ დაგჭირდეს. მე აქედან უკვე წამოვიდა რაღაც ის სისტემები, რითიც ჩვენ დავნერგეთ და რითიც ჩვენ გავამარტივეთ მუშაობა. რადგან მოთხოვნადი იყო და ჩვენც კარგად შევედით ბაზარზე, ასე ვთქვათ, დავიწყეთ გაფართოება. ვიყიდეთ მეორე, მესამე, მეათე, არ ვიცი, მე-14 მანქანა, ასევე რეგიონებში წავედით, სადაც ადგილობრივად ადამიანები დავასაქმეთ, ავედით იმ რაოდენობაზე, რომ ათეულობით თანამშრომელი ყავს. კომპანიებთან, ვისთანაც ჩვენ თანამშრომლობთ თუ თანამშრომლობდით, ეს კომპანიები ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი კომპანიები იყო, ასე რომ ვთქვათ. და ყოველთვის ვახერხებდით, ასე რომ ვთქვათ, როგორც ჩვენს პირობებზე რომ წამოსულიყო, რაც ძალიან რთულია, რომ ჩვენს პირობებზე დიდი კომპანია დაითანხმო. ისე რაღაც ისეთ გზებს თავაზობდით, რომელიც ზოგ შემთხვევაში გაყურებასაც იწევდა და შემდგომ უკვე რა თქმა უნდა ის დადებითი მხარე, რომ ყველა კმაყოფილია, ასე ვთქვათ, ამ მომსახურებით. აქტიურ პერიოდში ჩვენ ქვეყნის მასშტაბით ვარიგებდით ყოველდღიურად 2000-მდე ამანაც, ეს იყო პიკი, ასე ვთქვათ, ამის იქეთ უკვე ჩვენ არ გავსულვართ. ჩვენი ოპერატორობა არის ის პირველ რიგში დანერგილი სისტემები მიწოდების, რომელიც ჩემი პირადად შემუშავებულია გამოცდილების მიხედვით. ყველაზე მთავარი ეს არის ამ სფეროში, რომ მაქსიმალურად კმაყოფილი მომხმარებელი გყავდეს, იმიტომ რომ მომსახურების სფეროა.
კეთილს ინდისიერება, რა თქმა უნდა, მოწესრიგებული თანამშრომლები, ჩვენი სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ კომპანია საკმაოდ წარმატებით ახდენს ოპერირებას. სტატისტიკა საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ არასდროს ამანათი არ დაგვიკარგავს. პროფესიულ ნაწილს რაც შეეხება ჩვენი თანამშრომელი აქ ადგილზე გადის გადამზადებას, ჩვენ თუ ჩავთვალეთ საჭიროდ და ორმხრივი იქნება ეს, გვაქვს მომზადებული მინი პროგრამა, რის მეშვეობითაც ჩვენ მათ უნარებს, ასე ვთქვათ, და ცნობიერება, ანუ ამ მიმართულებით მუშაობთ მათთან. საბოლოო ჯამში იმ შედეგსაც, რაზეც საუბრობთ, სტატისტიკა, რომ არაფერი დაგვიკარგავს და ყველაფერი კარგად არის ჩვენი მხრიდან და მოსწონს ეს მოხალხეს, ეს მეტყველებს ზუსტად ამის შედეგზე. ძირითადი გამოწვევა რეგიონების მიმართულებით არის, სადაც პრაქტიკულად გზა არ არის პირობითად. შეიძლება სოფელში ჩახვიდე და გეუბნება, რომ ნინოშვილის ქუჩაზე ვცხოვრობ, მაგრამ ნუმერაცია არ არსებობს, ის არ აქვს მიკრული რაღაცა საინი არ არის, რომ ნახო რომელ ქუჩაზე ხარ. ხშირ შემთხვევაში მაპშიც ვერ ნახულობ ამ ქუჩებს, იმიტომ რომ არ არის დატანილი და ამაში უნდა იყოს ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა, იმიტომ რომ კერძოდ ამის გაკეთება შეუძლებელია, ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს. ამიტომ ამ გამოწვევების მიმართულებით მუშაობა უფრო საინტერესოა, ვიდრე შექმნილი პოლიტიკური ვითარებით, რაც ნოემბრიდან დაიწყო და ამან კიდევ უფრო დაამძიმა. ესენი საერთოდ ეს პრობლემები გადაიდო გვერდზე და ახლა მიდის ამ ერთი რაღაც პრობლემის გარშემო გაერთიანება. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ კონსტრუქციულად, მართლობა, თვითმმართველობა იქნება ეს, სახელმწიფო სტრუქტურები იქნება თუ ასე შემდეგ, რომ ხელი შეუწყოთ ერთმანეთს, ბიზნესი განვითარდეს. მცირე ბიზნესი, რომ საშუალო ბიზნესად, დიდ ბიზნესად გადაიქცეს, რომ მეტი დოლარი შეიქმნას, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, ბიუჯეტში მეტი თანხა შევიდოს, ეს უფრო მნიშვნელოვანი არის, ვიდრე დღეს შექმნილი ეს რაღაც ვითარება და უფრო მალე უნდა მოგვარდეს ძალიან, იმიტომ რომ ძალიან სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს ეკონომიკის მიმართულებით პირველ რიგში. ხოლო ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. წარმატებები მინდა უსურვო Deliveroo-ს, Pineos, Homers, მოკლედ ჩვენი დღევანდელი გადაცემა გრძელდება და მიმდინარე კვირა ცნობილი ბრიტანელი ბიოლოგისა და ბუნებისმეტყველის საიუბილეო თარიღი იყო 216 წლის წინ 12 თებერვალს ჩარლზ დარვინი დაიბადა, რომელმაც შექმნა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ. ევოლუციის თეორიის ფუძემდებელმა მეცნიერებაში სრული გარდატეხა მოახდინა და კაცობრიობა სამყაროს შეცნობის ახლებულ ხედვას აზიარა. დარვინის ღვაწლის პატივსაცემად უკვე მრავალი წელიწადია მეცნიერები 12 თებერვალს განსაკუთრებით აღნიშნავენ, თუმცა დღეს ინგლისელი ნატურალისტის მიღწევებზე ბევრს არ ვისაუბრებთ. BMG-ში, როგორც გვჩვევია ჩვენი მედია პროფილიდან გამომდინარე, ნაცნობი მოვლენის და პიროვნების შესახებ ისეთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. დღევანდელი სიუჟეტით ზუსტად ასეთი გამოგვივიდა. ჩარლზ დარვინის გამდიდრების ისტორია. გიამბობთ და თქვენ წარმოიდგინეთ მეცნიერებას მისი გამდიდრების ამბავი სულაც არ უკავშირდება. მე-19 საუკუნის დასაწყისში, როდესაც მეცნიერება ჯერ კიდევ ეკლესიის ჩრდილქვეშ ვითარდებოდა, გამოჩნდა კაცი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ფესვგადგმული წარმოდგენა შეარყია. მისმა იდეებმა ბუნებაში ადამიანის ადგილი განსაზღვრა, როგორც შედეგი იმ ევოლუციური პროცესის, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მანვე შეცვალა ფუნდამენტურად ადამიანისთვის სამყაროს შეცნობის გზა. იმ სამყაროსი, რომელშიც ბუნება არ განარჩევს, არ სწყალობს, არ ინდობს, უბრალოდ აკვირდება ვინ გაუძლებს, ვინ გადარჩება და გადარჩება ის, ვინც განვითარებას არ შეწყვეტს. ეს კაცი ჩარლზ დარვინი იყო, ინგლისელი ნატურალისტი, რომლის გვარიც კაცობრიობის კოლექტიურმა მეხსიერებამ უკვე სამუდამოდ შემოინახა. მეცნიერული მიღწევების მიღმა არანაკლებ საინტერესოა დარვინის გამდიდრების ისტორია, რომლის საფუძველიც თქვენ წარმოიდგინეთ და არა მეცნიერება, არამედ მემკვიდრეობა, სარფიანი ქორწინება და ჭკვიანური ინვესტიციები იყო. დარვინი მდიდარ ოჯახში დაიბადა. მამა რობერტ დარვინი წარმატებული ექიმი და ინვესტორი იყო. 1820-იან წლებში რობერტ დარვინი საკმაოდ შეძლებული ბანკირი და მიწათმფლობელი გახდა.
გახდა. მისი ინვესტიციები მოიცავდა სასოფლო-სამეურნეო მიწებს, სამრეწველო საწარმოებს და სხვადასხვა ბიზნესს, რაც ოჯახს სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას უნარჩუნებდა. 1858 წელს რობერტ დარვინის გარდაცვალების შემდეგ ჩარლზმა მამისგან 13,000 ფუნტი სტერლინგი მიიღო. იმ დროისთვის დიდძალი ქონება, რომელიც დღეს მილიონობით ფუნტის ეკვივალენტია. მარტივად რომ ვთქვათ, დარვინს ჰქონდა სრული ფუფუნება, ფულის საშოვნელად არ ემუშავა და სრულად სამეცნიერო კარიერაზე კონცენტრირებული იყო. თუმცა ამ ამბავში მხოლოდ მამის წვლილი არ ყოფილა. დარვინის პირად ფინანსურ პორტფელში არანაკლებ დიდი კონტრიბუტორი ცოლი, შეთავსებით კი ბიძაშვილი ემა ვეჯვუდი იყო. ცნობილი ბრიტანული კერამიკის იმპერიის ვეჯვუდ კომპანიის დამფუძნებელი ვეჯვუდების ოჯახი ერთ-ერთი უმდიდრესი იყო ინგლისში, რომელთა ქონება ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა. შესაბამისად, ემას პირადი აქტივები და ქორწინების შედეგად მემკვიდრეობით მიღებული უზარმაზარი ქონება დარვინისთვის დამატებითი ფინანსური სტაბილურობის გარანტი იყო. მართალია მეცნიერს ბიზნესმენობა არასდროს დაუჩემებია, თუმცა თავის დაუნებურად ასეც გამოვიდა. ფინანსების მენეჯმენტის კარგი უნარით და მართვის სწორი სტრატეგიით დარვინმა ქონების მოცულობის ზრდაში თავისი წვლილი შეიტანა. მან კაპიტალი რამდენიმე მიმართულებით დააბანდა. იყიდა ბრიტანული სამრეწველო და სარკინიგზო კომპანიების აქციები, რომელიც მე-19 საუკუნეში განსაკუთრებით მოგებიანი იყო. ასევე კონტრიბუცია გაიღო სახაზინო ობლიგაციებსა თუ სხვა დაბალ რისკიან ინვესტიციებში, რაც მის სტაბილურ შემოსავალს უზრუნველყოფდა. ამის მიღმა ის მის საკუთრებაში არსებულ რამდენიმე მიწის ნაკვეთს აქირავებდა, სხვათა შორის არც თუ ისე დაბალ პროცენტად. შესაბამისად, შემოსავლის ნაკლებობას არც ამ გზიდან უჩიოდა. დარვინის გამდიდრების ამბავში მნიშვნელოვანი იყო მისი ცხოვრების სტილიც. არასდროს იღებდა ვალებს. შემოსავლიდან ფულის დაზოგვა, დაგროვება მუდმივ წესად ჰქონდა ქცეული. ამავე დროს ცხოვრობდა მოგრძალებულად ფუფუნების საგნებს. მისთვის დიდი მნიშვნელობა არასდროს ჰქონია. მისი ხარჯები ძირითადად 10 შვილის უზრუნველყოფაზე, ასევე მეცნიერულ კვლევებზე, ბოტანიკურ და ზოოლოგიურ ექსპერიმენტებზე, მცენარეებისა და ცხოველების შესწავლაზე იყო მიმართული. გარდა ამისა, დარვინი მუდმივად ურთიერთობდა სხვა მეცნიერებთან და ხშირად აფინანსებდა წერილების, კვლევებისა თუ ნიმუშების გადაზიდვას. ცხადია, მეცნიერი გარკვეული ოდენობის შემოსავალს პროფესიიდანაც იღებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სახეობათა წარმოშობა, რომელიც 1819, ანუ გამოცემის წელსვე ბესტსელერი გახდა და პირველივე დღეს მისი 1250 ეგზემპლარი გაიყიდა. წიგნი სულ 5-ჯერ გამოსცეს და ამ გამოცემებით ავტორმა ფინანსურად საკმაოდ იხეირა. თუმცა ეს არაფერია ქონების იმ მოცულობასთან შედარებით, რომელიც არა კალმით, არამედ სწორ დროს, სწორ ადგილას დაბადებით და მერე უკვე შესაფერის გარემოცვაში მოხვედრით დაგენერირდა და რომელსაც დღეს რომ ვაფასებდეთ, თვლა 10-დან 20 მილიონი დოლარის დიაპაზონში მოგვიწევდა. სულ რამდენიმე დღე გავიდა, რაც ხვიჩა კვარაცხელიას 24 წელი შეუსრულდა ამ ასაკში. ან უკვე იმდენი მოასწრო, რომ ბევრს, რა ვიცი, ალბათ ორი ცხოვრებაც არ ეყოფოდა, გულისხმობ არა იმ საკლუბო მიღწევებს, რომელიც ხვიჩამ ძირითადად ნაპოლიში თამაშის დროს დაიმსახურა, არამედ ეროვნული მასშტაბით გავლენასაც, თავისი შედეგიანობით და ეზოს ფეხბურთით წალენჯი ხელმა ბიჭმა მაყურებელი სტადიონებზე დააბრუნა საქართველოში, გააღვიძა ინტერესი დიდი ხნის წინ მივიწყებულ გულშემატკივრებში და საქართველოს მსოფლიო საფეხბურთო რუკაზე დააბრუნა და აკაშკაშა. ხვიჩას დაგვიანებით ულოცავთ დაბადების დღეს და უსურვებთ წარმატებებს საფეხბურთო კარიერასა და პირად ცხოვრებაში. რამდენიმე წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ფეხბურთელი საქართველოსდან ტოპ 5 ლიგაში ისე გაიბრწყინებდა, რომ მთელი მსოფლიო მის შესახებ ისაუბრებდა და მისი გვარის გაგონებაზე საქართველოს გაახსენდებოდათ. ეს ხვიჩა კვარაცხელია მოახერხა 24 წლის ქართველმა ბიჭმა, რომლის ნიჭიც იმდენად შესამჩნევი იყო ბავშვობიდანვე, რომ რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მას და მის მშობლებს არწმუნებდნენ, რომ მათ ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა. რაზედაც ცხადია, პასუხი ყოველთვის უარყოფითი იყო. ხვიჩამ ფეხბურთის თამაში 6 წლის ასაკში ჯერ ოლიმპიკში დაიწყო, შემდეგ ავაზას მიაშურა, ხოლო თბილისის დინამოს აკადემიაში გადასვლით საბოლოოდ დაამტკიცა თავისი ნიჭი იმდენადაც კი, რომ პროფესიონალური ფეხბურთის თამაში 16 წლისამ დაიწყო. დინამოელების რიგებში არასაკმარისი სათამაშო დროის გამო ხვიჩა რუსთავში გადავიდა, საიდანაც იჯარით მოსკოვის ლოკომოტივში გაანათხოვრეს და იური სიომინთან მუშაობით ხვიჩამ საკუთარი შესაძლებლობების ნელ-ნელა გამოჩენა დაიწყო. სეზონის ბოლოს კლუბის ხელმძღვანელები ახალგაზრდა ტალანტის შესაძლებლობებში ვერ დარწმუნდნენ და კონტრაქტი არ გამოიწყიდეს, რამაც მთავარი მწვრთნელი სიომინი იმდენად დაამწუხრა, რომ დღემდე უდიდეს შეცდომად მიიჩნევს ლოკომოტივის არსებობის ისტორიაში. სიტუაციით ყაზანის რუბინმა ისარგებლა და სულ რაღაც 600,000 ევროთ ხელში ბრილიანტი ჩაიგდო.
ხუჩა რუსეთის პრემიერ-ლიგაში არსებულ მძიმე ფიზიკურ სტილს ისე ეწყობოდა, როგორც მოუხელთებელი თევზი ზვიგენებით სავსე გარემოში. ცდილობდნენ მოეცელათ, ჩაერტყათ, მაგრამ უჩვეულო სისწრაფითა და ოსტატური მანევრებით კვარა ისე ატყუებდა მეტოქეებს, თითქოს ვარჯიშის დროს ალმებისთვის აიარა გვერდი. 2020 წელს მისი შეძენით გალათასარაი ინტერესდებოდა და მასში 15 მილიონსაც იხდიდა, თუმცა გარიგება არ შედგა. კვარაცხელია რუსეთის პრემიერ-ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ზედიზედ ორჯერ დასახელდა, ხოლო 2021 წელს გამოცემა ლეკიპმა 50 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელა, სადაც ერთადერთი წარმომადგენელი იყო რუსეთის პრემიერ-ლიგიდან. პარალელურად საქართველოს ნაკრებში ხუჩას როლი ყოველ თამაშში იზრდებოდა, იმდენადაც კი რომ მის გარეშე ნაკრები საკუთარ თავს არ ჰგავდა. მაგალითად, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებას ბევრი კვარაცხელიას დანაკლის აბრალებს, რომელსაც იმ დროს კოვიდი დაუდგინდა და მატჩი გამოტოვა. 2022 წელს რუსეთ-უკრაინა შორის ომი დაიწყო, რის შედეგადაც რუსეთი ყველა ევროპული ტურნირებიდან მოიკვეთა და კვარაცხელიასაც ქვეყნის დატოვება მოუწია. გზად ქართველმა შემტევმა საქართველოს იმ დროის საუკეთესო გუნდ დინამო ბათუმს მიაშურა, სადაც საოცარი თამაში აჩვენა და იმავე ზაფხულში 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ ნაპოლიში გადავიდა. მასზე თავიდანვე დიდი ავანსები იყო გაცემული, რადგან ადგილობრივი გულშემატკივარი ძალიან მომთხოვნია, რის გამოც აქ თამაში დიდი წნეხი და სტრესია. წარუმატებლობის შემთხვევაში კვარა განწირული იქნებოდა დიდი ზეწოლისთვის, რადგან ნეაპოლელები არც მომთმენები არიან. კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაბალი ბიუჯეტის ფონზე კონკურენტუნარიანი გუნდი ააშენა. ნაპოლი კვარას გუნდად იქცა. ნაპოლი, რომელსაც არც თუ ისე კარგი დროება ედგა, რომელმაც სიმსუბუქე და სილაღე დაკარგა, ფორმიდან ამოვარდა და გოლის გატანა უჭირდა, მთლიანად ხუჩაზე თამაშობდნენ. ხშირად ყველა პასი, ყველა მოძრაობა ორიენტირებული იყო ხუჩასკენ, რათა მას რაიმე მოეფიქრებინა. ის იყო გუნდის ძირითადი მომენტებში ერთადერთი იარაღიც. მას კი ფეხს მკვლელი მეწყვილე ვიქტორ ოსიმენი უწყობდა, რომელიც ხუჩას თავბრუდამხვევ გადაცემებს ლეტალურად ასრულებდა. ისე გამოვიდა, რომ გუნდი თამაშებს იგებდა და ნაპოლის ხუჩას მეთაურობით საჩემპიონო ამბიციები გაუჩნდა. კლუბს კი ასეთი შეგრძნება თავის ისტორიაში სულ ორჯერ ჰქონდა. პირველად წინა საუკუნის 80-იანებში დიეგო მარადონას ეპოქაში, როცა იტალიის სამხრეთის დედაქალაქმა ორი სკუდენტოიზე იმადა, მეორედ ბოლო 10 წლეულში, როცა დე ლაურენტისის მიერ შექმნილმა ნაპოლიმ იტალიური ფეხბურთის გრანდებს შორის სტაბილურად დაიკავა ადგილი და მაურიციო სარის ხელმძღვანელობით რამდენჯერმე სკუდეტომდე სულ ცოტა დააკლდა. სარის ეპოქაში ორჯერ იყო ნაპოლის ზამთრის ჩემპიონობა, ზედიზედ 8 გამარჯვება, დეკემბრამდე წაუგებელი სერია, მაგრამ სკუდეტო მაინც არ გამოვიდა. ზამთრის პაუზის შემდეგ 2023 წლის გაზაფხულზე ნაპოლის ჩავარდნა ჰქონდა, რადგან გუნდი გრძელ დისტანციაზე საბრძოლველად ბოლომდე მზად არ აღმოჩნდა, რასაც ხელი ლიდერების ტრამვებმა შეუწყო. 33 ტურში კი ოცნება ახდა და 33 წლიანი პაუზის შემდეგ ნაპოლი იტალიის სერიას ჩემპიონი გახდა. ეს ნაპოლი და უპირველეს ყოვლისა ხუჩა კვარაცხელია უკვე ლეგენდის მითოსის ნაწილია. დიეგომ იმ ქვეყნიდან გამოუშვა ხუჩა. ახალგაზრდა ჯადოქარი იმისათვის, რომ მისი საქმე გაეგრძელებინა და ნაპოლისთვის თავისი ჯადოსნური სტილით ახალი გამარჯვება მოეტანა. ასე ამბობენ დღემდე ნეაპოლელები და ქართველის მადლიერები იმდენად არიან, რომ მას ზედმეტსახელად კვარადონაც კი შეარქვეს. ხუჩა იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდად დაასახელეს, რასაც ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალზე დამსახურებული ნომინაცია მოჰყვა. კვარამ თავისი წვლილი შეიტანა ნაკრების ევრო 2024-ზე გაყვანაში და შემდეგ რონალდუს პორტუგალიასთან გოლის გატანით საერთოდაც ზღაპარში გვაცხოვრა და ჯგუფური ეტაპიც გადაგვალახინა. რეგრესი კი დაეტყო ნაპოლის, რომელიც კრიტიკას ვერც მოედანზე უძლებდა და ვერც კვარაცხელიასთან პირადი კონტრაქტის შეთანხმების ფარგლებში. სეზონების ასეთი მოკლე მიმოხილვით ადვილად მისახვედრია, რომ ქართველი გუნდის ლიდერი და ცალსახად საუკეთესო მოთამაშე იყო, თუმცა მოვლენების პარალელურად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გუნდში ხუჩა მე-18 ადგილზე იყო ხელფასის მიხედვით და კლუბს ძალიან სპეციფიკური შეთავაზება ჰქონდა მასთან. ისინი ხუჩას კონტრაქტის გახანგრძლივებას თავაზობდნენ ხელფასის 6 მილიონამდე გაზრდით და გამოსასყიდი თანხის 130-140 მილიონამდე მომატებით. ცხადია, ასეთ შემოთავაზებაზე ქართველის გარემოცვა არ დათანხმდებოდა, რადგან მსგავს გამოსასყიდ თანხას არავინ გადაიხდიდა და ხუჩას აგენტი ცდილობდა ნეაპოლელები აღნიშნულ პუნქტში 80 მილიონის მითითებაში დაერწმუნებინა. კვარაცხელიამდე იგივე პრობლემა შეექმნა შეტევაში მის პარტნიორ ვიქტორ ოსიმენს, რომელმაც 10 მილიონიანი ხელფასითა და 130 მილიონიანი გამოსასყიდი თანხით კონტრაქტი გაახანგრძლივა პარტენოპეისთან. მასზე ნადირობდნენ სიტი, ჩელსი, პესეჟე და იუნაიტედი. ჩელსი ნეაპოლელებს თავაზობდა 90 მილიონს პლუს ლუკაკუსა და ახალგაზრდა ფეხბურთელს, რაზედაც პარტენოპეი თანახმა იყო. თავად ვიქტორს კი პესეჟეში გადასვლა უნდოდა, რადგან პარიზელები 13 მილიონიან ხელფას თავაზობდნენ, მაგრამ მათი შეთავაზება ნაპოლის აღარ აწყობდა. ნიგერიელმაც ბოიკოტი გამოაცხადა და ანტონიო კონტემ, რომელიც ნიგერიელს ისედაც არ ენდობოდა, შემადგენლობიდან ამოაგდო. ამ დროს სატრანსფერო ფანჯარა თურქეთის გარდა მთელ ევროპაში დაკეტილი იყო და ოსიმენის გალათასარაიმ არენდით გაიფორმა. ამ მოვლენამ გულშემატკივრებს შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ხელმძღვანელობის მიმართ დიდი უნდობლობის კერაც გაჩნდა.
ცხადი გახდა, რომ აურელიო დე ლაურენტისი დათმობაზე არც კვარაცხელიასთან მიმართებაში წავიდოდა და ამიტომ ქართველის გარემოცვა ამოქმედდა. დაიწერა ლივერპულისა და სხვა ტოპ გუნდების ინტერესის შესახებ, თუმცა ყველაზე ოპერატიულად ფრანგულმა PSG მიმოქმედა. კონტრაქტი 2029 წლამდე გაფორმდა, სატრანსფერო ღირებულებამ კი 70 მილიონს მიაღწია. ხუჩას წლიური ხელფასი 8-9 მილიონი ევროა, რასაც ბონუსებიც დაემატება და ეს მაშინ, როდესაც ნაპოლიში მისი ანაზღაურება მხოლოდ 1.2 მილიონ ევროს აღწევდა. პარტენოპეის ისტორიაში ეს ღირებულების თვალსაზრისით მეორე უძვირესი ტრანსფერია, პირველ ადგილს კი 2016 წელს გონსალო იგუაინის იუვენტუსში ტრანზიტი იკავებს 90 მილიონი ევროთი. კვარაცხელია PSG-ს ისტორიაში პირველი ქართველი გახდა და ამავდროულად ასეთი ფასით ქართული სატრანსფერო რეკორდიც მოიხსნა. ქართველისთვის ამჟამად ადაპტაცია იმდენად მარტივად მიმდინარეობს, რომ პირველივე თვეში შეძლო გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულებაც, რაც იმედს აჩენს, რომ ნაპოლიში სადებიუტო სეზონზე არანაკლებ პროდუქტიული წლები ელოდება. შეიძლება ითქვას, რომ ხუჩა კვარაცხელიამ ნეაპოლს მარადონას შემდეგ პირველად შესძინა სიცოცხლე, რის გამოც კვარადონასა და კვარავაჯოს ზედმეტსახელი და დიდი დიეგოს პორტრეტის გვერდის საკუთარი გრაფიტი გამოსახულებაც დაიმსახურა. ნეაპოლელების გულში ხუჩა უკვე უკვდავია, რამე თუ მან დაუბრუნა ქალაქს სიცოცხლე და 33 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი სკუდეტო, რამაც ცხადია, ქალაქის ისტორიაში საკუთარი ადგილი დააკავებინა. ახლა კი ჩვენი ყურადღება უკვე პარიზისკენ უნდა გადავიტანოთ, სადაც ხუჩას საკუთარი თავის დამკვიდრება ხელახლა მოუწევს და ვინ იცის, როგორც ნეაპოლელებს აუხდინა ოცნება სკუდეტოთი და ქართველებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრით, ეგ პარიზელების ცაზეც მოიყვანოს გაზაფხული და ნანატრი ჩემპიონთა ლიგის თასი ჩაიტანოს, რომლის მოგებასაც ბოლო რამდენიმე წელია ფრანგები უშედეგოდ ცდილობენ. ცხოვრება უსამართლოა. შეეგუეთ ამ აზრს. ბილ გეიტსი. ამ კვირის ბოლოს შეგვიძლია მხოლოდ ის ვთქვათ, რომ აწ უკვე დასასრულისკენ მიღწეული კვირის მთავარ ამბებში ცალსახად გლობალური ამბები დომინირებდა თავისი დანიშნულებით და მინდა გითხრათ ინტერესითაც ჭარბობდა საქართველოში მიმდინარე ამბებს. მე ყველანაირ ამბებს გულისხმობ, მათ შორის ცხადია ეკონომიკურ ამბებსაც. საქართველოში არ წყდება საპროტესტო დემონსტრაციები. შიმშილობას აგრძელებს ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. მე არ ვიცი, იცით, დიდი ხანია ხელი მაქვს ჩაქნეული მართველი პარტიის ადეკვატურ აღქმაზე პროცესებისა და მოვლენებისა, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია მხოლოდ ერთის თქმა, რომ პროტესტი არ გაჩერდება და არ ამოიწურება, ის ახალ საეტაპო მიღწევებზე გავა, რასაც რუსთაველზე და რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოება და ხალხი ყოველ საღამოს სამტკიცებს სრულიად ახალი, მშვიდობიანი მიდგომებით, აგერ უკვე 3 თვის, არასრული 3 თვის განმავლობაში. მზია ამაღლობელის მშობლიურ ბათუმში კი კვირის ბოლოს ნამდვილი ტრაგედია დატრიალდა. ბათუმში ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე 2 არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. ბათუმელების ინფორმაციითვე დაიღუპნენ 4-5 წლის ბავშვები, როგორც გამოცემა წერს, ისინი ამ ტერიტორიაზე ჩავარდნენ ორმოში, სადაც მიმდინარეობდა სხვადასხვა სამუშაოები. ჩვენ თანაგრძნობას უცხადებთ პატარა ანგელოზების ოჯახის წევრებს და ნათესაობას. კვირის ამბებიდან უკრაინა და აწ უკვე დასრულებული მიუნხენის კონფერენცია იყო, განხილვის მთავარი თემა საზოგადოებაში, მსოფლიოშიც და საქართველოშიც. ნაწილი თვლის, რომ უკრაინა გაიწირა, მეორე ნაწილისთვის არაფერი ბოლომდე არ არის გარკვეული. რეალობა კი ის არის, რომ ევროპას და მსოფლიოს გარკვეულ ნაწილს ასევე არ მოეწონა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის JD Evans-ის განცხადებები ევროპასთან დაკავშირებით, რასაც მხარი პრეზიდენტ ტრამპმაც დაუჭირა გუშინ საღამოს. ამ განცხადებით ელდაცემული ევროპელი ლიდერები უნდა შევიკრიბოთო და სპეციალური სამიტის მოწყობა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ითავა. საინტერესო სანახავი იყო ტრამპის სპეცარმომადგენლის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში კიტკელოგის მოსაზრებები, რომ მას მინიმუმ 9 წელიწადი სჭირდება, რომ პროცესში ყველა მხარე ჩართოს, ხოლო ომი უნდა დამთავრდეს უკრაინაში არაუგვიანეს 1 წლისა, ანუ არა 24 საათში, ან 1 დღე-ღამეში, როგორც ამას დონალდ ტრამპი აცხადებდა, არამედ 1 წელიწადში. თავად ტრამპი მზადებაშია საუდის არაბეთში პუტინთან შეხვედრისთვის და ამერიკული მხარე ირწმუნება, რომ ის, ანუ ტრამპი არ დათმობს ამერიკის მნიშვნელოვან ინტერესებს, დამატებით რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე უკვე ისაუბრეს და შეხვედრის მზაობა ერთმანეთს ტელეფონით დაუდასტურეს მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმაც. თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინა არც საუდის არაბეთშია მიწვეული, არც სამშვიდობო მოლაპარაკებებზე იცის რამე, ზელენსკის მტკიცებით პუტინისთვის ცეცხლის შეწყვეტა
და ეხლა მისწრებაა, ხოლო უკრაინისთვის კი მნიშვნელოვანია ომის დასრულება და ხანგრძლივი მდგრადი მშვიდობის დამყარება. ამასობაში მოვიდა ცნობებიც, რომ შეერთებული შტატები ბელორუსთანაც იგივე გზას გადის, რაც რუსეთთან და ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მივლენილი იყო ამერიკელი მაღალჩინოსანი, კერძოდ კრისტოფერ სმიტი, რომელსაც ბელორუსის პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა გადასცეს სამი პატიმარი, საიდანაც ერთი ამერიკელია და ორი ბელორუსი. მოკლედ აი აქაც არის თქვარი კონტაქტი. რაც შეეხება ტრამპის და პუტინის შეხვედრას, ორთავე მხარე ცდილობს, რომ ეს შეხვედრა თებერვლის ბოლომდე შედგეს, თუმცა საბოლოოდ როგორი იქნება სამშვიდობო კონტურები აღმოსავლეთ ევროპაში და როგორ ფორმას მიიღებს სამშვიდობო შეთანხმება, ეს ქართველი მართლიერების და საყოველთაო მცოდნეების გარდა მერწმუნეთ არავინ იცის. საინტერესო მოვლენები გველის წინ. შემდეგ კვირეულშიც და მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ საინტერესო ცვლილებების მოსწრენი გავხდებით გლობალური თვალსაზრისითაც და შინ ჩვენი ეკონომიკა მაქსიმალურად უნდა დავაზღვიოთ იმ სავარაუდო არასასიამოვნო სურპრიზებისგან, რომელიც დიდი ალბათობით არ აღწდება პერსონალურ და სისტემურ დონეზეც ეს წელიწადი მნიშვნელოვანი გამოცდის წელიწადია მდგრადობაზე ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემებისთვის და თუ პოლიტიკური სისტემა საქართველოში სრულად უზურპირებული და მონოპოლიზირებულია, ეკონომიკა რჩება ჯერ კიდევ საერთო სახალხო სიკეთეთ და იმედია გლობალური ცვლილებები, ასევე საქართველოზე მოსალოდნელი გაზრდილი იზოლაციის და სანქციების ეფექტი დრამატულად არ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. აგერ საკმაოდ არასასიამოვნო სიგნალები მოდის მნიშვნელოვანი სახელმწიფოთა შორისო ხელშეკრულების გადახედვაზე ევროპელების მხრიდან და მე მაინტერესებს, აქვს თუ არა სახელმწიფოს მომზადებული ალტერნატივები იმ შესაძლო შოკების მიმართ, რაც შეიძლება მოხვდეს ევროკავშირთან ასოცირების და უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების გაუქმებას. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია იმ რისკებს შორის, რაც არის. ბიზნეს კვირეული დასრულებულია. ჯანმრთელობას და ბარაქას გისურვებთ წინ ჩვენი ინგლისურენოვანი გადაცემა The Checkpoints გელით ელენე კვანჭილაშვილთან და ნათია თაქთაქიშვილთან ერთად. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გადაცემას წარმოგიდგენთ Coca-Cola. გადაცემის სპონსორია JetEx, უნივერსალური საინჟინრო მომსახურება.